მადლობა ანა. მადლობა უნიშე. იყო შენთან ლაპარაკი. ხალხის. კიდევ ვქნათ ხოლმე. თან ისე პირველად ვილაპარაკეთ 4 კაცი ოსიბნელაში ზის და გვიყურებს. ეხლა გადით. რაღაც პერვერტული ფანტაზია რომელიც გვაქვს. მეორე სეზონამდე. მოგესალმებით. დღეს არის 14 მარტი და თქვენ უყურებთ ინტელექტის კომპლექსის მერვე ეპიზოდს. მერვე საიუბილეო ეპიზოდს. იმიტომ რომ რატომღაც გადავწყვიტეთ ბრიტანულ ყაიდაზე გავაკეთოთ ეს გადაცემა და თითო სეზონი შეიცავდეს 8 ეპიზოდს. და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სეზონი დღევანდელი ეპიზოდით დამთავრდება და გადავალთ მეორე სეზონში აპრილიდან ალბათ. როგორ ხარ ანა? კარგად შენ. არა მიშოს. დღეს მოკლედ ჟურნალისტიკაზე იყოს ჩვენი ეპიზოდი და სამწუხაროდ ჩვენმა სტუმარმა ვერ მოახერხა მოსვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რადგან აქ ვართ უკვე დავალაგეთ წიგნები, გავხსენით ლუდები, ჩავერთეთ აპარატურა, ბარემ გადავიღოთ ეპიზოდი და მე და ანამ ვისაუბროთ შეძლებისდაგვარად როგორც შევძლებთ ჟურნალისტიკის შესახებ, ჟურნალისტებზე, გამოწვევებზე და ასე შემდეგ. თან სიმბოლურია, რომ ამ პირობებში ქვეყანაში აცხდება და ჟურნალისტებზე გადავწყვიტეთ და ჟურნალისტიკაზე საუბარი და ჟურნალისტი რო არ გვყავს. ხო. ხო. ძალიან უხერხული წინასწარმეტყველება შეიძლება აღმოჩნდეს. სიმფსონები ვიქნებით. ხო, მე მინდოდა ამ ეპიზოდის დაწყება, რა თქმა უნდა, თავისუფლება და სოლიდარობა მსიამაყლობელს. 2025 წლის 14 მარტს კვლავაც გვყავს ქალი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი, ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი და რედაქტორი და სხვა მრავალი საქვეყნოდ მნიშვნელოვანი საქმეების შემოქმედი. ვილაპარაკოთ, რა ვიცი, ჟურნალისტიკაზე საქართველოში რა ხდება. ანუ ეხლანდელი მდგომარეობით ძალიან სავალალო ვითარებაა, იმიტომ რომ მამკა მდინარაძემ შეუშვა ერთი კანონპროექტი მედიის კონტროლის და სოზარიკო სუბარმა დაიწყო საუბარი ნელ-ნელა სოცმედიის კონტროლზეც და ცხადია მიდის საუბარი ონლაინ მედიების კონტროლზეც, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი მოსმენით იყო, მე მგონი მედიის კანონის განხილვა, რაც დასრულდა, რა თქმა უნდა, მწვანე ღილაკზე 78 ბოტოტათითის დაჭერით პარლამენტში. და ეს კიდევ ერთხელ გარდა ორჯერ გამეორდება. ხო და მე მოკლედ პირველი რუსული კანონიდან მოყოლებული, რაზეც ნერვები მეშლებოდა ჩვენზე იყო, რომ ყოველთვის გვეგონა, რომ გქონდა უფრო მეტი დრო რაღაცეების გამოსასწორებლად. არჩევნები იქნება, ეს იქნება, ჯერ შორს ვართ. ამიტომ მე წამოვიღე ესეთი წიგნი არის ბერნარ მორის რატომ ირჩევენ რუსები პუტინს. ხო, ჯერ ძალიან გაიყდა აქვს მომწონს, მაგრამ და აქ მოკლედ ეს ტიპი მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ გაზეთში, რა ერქვა? მოი რაღაცა, ჩემი უბანით რაღაც ეგეთი ოღონდ რუსულად როგორც იქნება. და ისეთ პერიოდში დაიწყო რა, როცა რაღაც რუსებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ილუზია, რომ ჩვენ რაღაც დასავლური ღირებულებებით ვითარდებით, რაღაცა მედვედევი ხელოვნური ინტელექტზე ლაპარაკობს და კომპიუტერები გვაქვს სახლში და რაღაცა, ну მოკლედ მე ყველაფერი ტრაკისკენ წავიდა, რა თქმა უნდა. ხო და აქ ამ ტიპს მაგ გაზეთის დაღმასვლის შესახებაც აქვს ძალიან ბევრი ნალაპარაკები და საინტერესოა რა, ანუ მართლა ყველაზე რეიტინგული გაზეთი იყო თავის დროზე, როცა გააკეთეს და მე ნელა ჩაეშვა. მაგრამ ცალკე ასევე არის მედიის ქვეთავი.
და მანდიდან რაღაცა მინდა წაიკითხოთ რა მოხდა რუსეთში მედიასთან დაკავშირებით. ვცადოთ ესეთი რაღაც ამხელა ის არ წამიკითხავს არასდროს. იმავე წლის აგვისტოს, როცა პუტინი პრეზიდენტად აირჩიეს, კურსკის ტრაგედია დატრიალდა. რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავზე ტორპედო აფეთქდა, ნავი ჩაიძირა და ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა. დაძაბული 6 თვიანი მუშაობით გადაღლილი პუტინი იმ დროს შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდა. ტრაგედიიდან 10 დღის შემდეგ პრეზიდენტი იმ სამხედრო საზღვაო ბაზას ესტუმრა, რომლის ახლოსაც კურსკის კატასტროფა მოხდა. დაღუპულთა ჭირისუფლებით სუდად შეხვდნენ საყუდროებით აავსეს და რაც თავარია შეხვედრის კადრები პირველი არხით მაყურებლებმაც ნახა. სექტემბერში არხის ერთ-ერთმა წამყვანმა სერგეი დორენკომ პუტინი მკაცრად გააკრიტიკა კატასტროფის შემდეგ პროცესები არასწორად წარმართაო. მაყურებელს ფარული აუდიო ჩანაწერიც მოესმენინა, სადაც პუტინი ჭირისუფლებს ატყვევს, კურსკიდან მიღებულ საგანგებო შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინეთო. ცოტა ხანში პუტინმა პირველი არხის მთავარი მფლობელი ბორის ბერეზოვსკი დაიბარა. პრეზიდენტის საوارძლის მოპოვებაში პუტინს სწორედ ეს ოლიგარქი დაეხმარა ფრჩხილებში და პირველი არხის აქციების სახელმწიფოსთვის მიყიდვა მოსთხოვა. ბერეზოვსკიმ უარი უთხრა, იქიდან კი ლონდონში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ბოლოს როცა რუსეთის ხელისუფლებამ ბერეზოვსკის დაპატიმრების ორდენი გასცა, ოლიგარქი იძულებული გახდა აქციები გაეყიდა. ამგვარად სამივე დიდი სატელევიზიო არხი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა. რუსია 1991 წლის მაისიდან მაუწყებლობის დაწყების პირველივე დღიდან სახელმწიფო არხი იყო. ეს არის ერთი кейსი, რომ ანუ ერთი პატარა კრიტიკა იძინის და რავი ნებისმიერ რემას დაიბარებენ და გააქცევენ ქვეყნიდან. კიდე იყო 2000 წლის 7 მაისს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გახდა 4 დღის შემდეგ კი გუსინსკის ჰოლდინგ კომპანიაში მედიამოსტი პოლიციის სპეცრაზმი შეიჭრა. ნუ ესეთი მეხსიერებები ჩვენც გვაქვს. მოკლედ აქ ძალიან ბევრი кейსი არის, ყველაფერი ვარ წავიკითხო, მაგრამ თავარი ამბავი რაც არის 4 ესეთი ინდივიდი იყო, ვინც მართავდა ოპოზიციურ არხებს და ყველა გაიქცა და მოითხოვა თავშესაფარი უცხოეთში. ხო და ეხლა 14 მარტის მონაცემებით ჯერსე რაღაც გაქცევა და ის არ ვიცი, მაგრამ ჩემ გეუბნება შეიძლება არ ჯდება მთავარი არხი როგორც მაუწყებლობს და ნამდვილად არ ჯდება ყველგარი მითვაცხადე პასუხის გაობით, რომ ძალიან არ მომწონს, მაგრამ დაიხურა. ფორმულას მეპატრონე ვინც იყო, მასკნა მოიშორა თავის წილები და ფორმულას თანამშრომლებს ვიცნობ და მაგალითად 3 თვეა ხელფასი არ აუღდია ზოგს. იმიტომ რომ სერიოზული კრიზისი აქვს ფინანსური და ენთუზიაზმზე ვერ იმუშავებ და აქციებზე იმხელა კამერით ვერ ირბენ და ვერ სტუდიაში ვერ იქნები და რაღაც. და რაღაცა ხო ნუ ძალიან დეპრესიული მასში ვარ წავიდე. იმის თქმა მინდა რომ ბევრი დრო არ გვაქვს. რეალურად ხო ცოტა დრო გვაქვს. იმიტომ რომ ნაბიჯ მივყვებით იმას რა. ეს ეპიზოდი რო დაგეგმեցავით რომ ჟურნალისტებზე გაგვეკეთებინა, ჯერ კიდევ მაშინ არ იყო ესეთი საგანგაშო მდგომარეობა. არა ხო. დაგვეწია მე ის კანონი უბრალოდ რა. ხო, მოგვეწია და ამასთანაც ესეთი ძალიან აი ჩემი აზრით დღევანდელ მედია კულტურას თუ არსებობს ესეთი სიტყვა, ან თუ არსებობს თუ ამას ნიშნავს, კარგად აღწერს რა სიტუაცია საქართველოში, მოგეთ ჩვენი საერთო მეგობარია, მე გეტყვი ვინ იქნება, ეს რო სახელი თქვა. დიდი ხანი არ ვყავდა ნანახი და რო შევხვდით, მეთქი, რა თქმა უნდა, ამ თემებზე დავიწყეთ ლაპარაკი, მეთქი შენები რაზე არიან რა, რას ამბობენ სახში. მშობლების თაობობ რომ აინტერესებს ხოლმე და ნუ ამაზე მელაპარაკა და მეთქი აი ბებია შენი, ანუ აი რეგიონებში ხალხის ის რომ პირველი პირიდან წყაროდან რომ მოვისმინო რა. ამაზე მითხრა რომ ბებიასთან ვიყავიო წასულიო და რა თქმა უნდა ბები მემს ეკითხება რომ აი ეტყობა ისმის რა აქედან და იქიდან ეს ივანიშვილის რეჟიმი რა არისო რა. და ნუ ახლა მეც როგორც შეეძლო ამ ჩემ მეგობარს აუხსნა რომ აი კონსტიტუციას გადაუხვიეს ეს რეპრესიული კანონი, ამდენი პოლიტპატიმარი, სხვა ქვეყნების გამოცემა, ნუ როგორც შეეძლო და ბებოს როგორც უნდა აუხსნა, ესე ელაპარაკა და ნუ თავიდან ვიფიქრებდი რომ ნუ პასუხი რა იქნებოდა რომ არ მიიტანდა გულთან ან რაღაც და როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ნუ ძალიან განიცადა ბებო, მართლა ძალიან განიცადა, შეწუხდა და ვაიმე იმედზე გადამირთე ცოტა დავწყნარდეო რა მე მითხრაო რა და მე დააყოლა ჩემმა მეგობარმა რომ
მივხვდიო რომ იმედიო ამათვის არის სოსკაო საწოვარა ხო რომელიც ამშვიდებს ხალხს და მე რო შეადარა რაღაც პირველ არხზე საზმაუზეც იყო ლაპარაკი და აი საზმაუზეც და არ უყვართ უყურებაო რა მაგაცებს იმიტომ რომ ხაც ჩაცებული არისო ყველა და იმედზე ძალიან სილაღე არის რა გიყურებია იმედისთვის აი ბოლო პერიოდში მეც სოფელში რო ჩავდივარ იქ ფონად ყოველთვის იმედი არის ჩართული გურიაში არ გაგიკვირდეს გურიაში მარტო მაგას რო უყურებდე მართლა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაიგებ რა ხდება ის გამოთქმარაზეა რასაც ჭამის ხარო თუ დღევანდელ სიტუაციაში ხო რა აი დღევანდელ სიტუაციაში ის ხარ რასაც საიდანაც იღებ ინფორმაციას რა დაახლოებით ეგრე გიყალიბებს იდენტობას რა და იმედის ეს სილაღე აი სიმართლე გითხრა ის საპნის ოპერა არის რა ანუ მთელი ამათი ის რა ქვია არხი საინფორმაციოები არის საპნის ოპერის სერიალის პრინციპით აგებული რა ანუ სერიალი როგორ მუშაობს რომ არარეალური ადამიანები უმკლავდებიან არარეალურ პრობლემებს და ამას უყურებენ რეალური ადამიანები რომ თავიანთი რეალური პრობლემები დაივიწყონ. ხუანივი და პერსონაჟი არის რაღაც ქართული ოცნება, რომელიც არ არსებულ მტრებს, deep states და ასე შემდეგ ებრძვის და ეს ხალხიც ამ რაღაცა კათარზის განიცდის თითქოს ამ რაღაცა არარსებული ძალების დამარცხებაში, რომ თავისი რეალური პრობლემები რაც აქვს და სიგარიბე რაღაც 1000 უბედურება, ემიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, კორუფცია და ასე შემდეგ დაივიწყო რა. კი და თან თრილერი არის იმ პონჩი, რომ თუნდაც deep state-ი რო აიღო. რაღაც მამუკამდინარეების განცხადებებს რო დააკვირდე, ჯერ ამბობს, რომ deep state-ი სულს ღაფავს და მე რაღაც ტრამპს სრულებთ, ანუ deep state-იც უკვე რაღაცა ის ხდება რა, თავისი მიმდინარეობა აქვს, თავისი გასაჭირები აქვს, ვიღაც დრამატურგია ხო რაღაც და ეხლა ნახე, აქამდე ხო უჭირდა deep state-ს უკვე და სულს ღაფავდა და ეხლა გამოვიდა მამუკამდინარეზე და მისი დასუსტების ნიშნები ჯერ არ ჩანს. მან არასდროს არ ისმენენ მათნაირი ადამიანების გასაჭირს. ვისთანაც თავს გააიგივებენ. იმედის უამბობს, რომ ეკონომიკით რაღაცა პირველები ვართ, დანიაზე წინ ვართ რაღაცა კორუფციის მაჩვენებლით, დაბალი მაჩვენებლით, რაღაც ეს სისულელებს ეუბნებია რა. და რეალური ადამიანებს, აი თავისნაირი ვინც უყურებს ამ გადაცემებს რა, ისეთი ადამიანები არასდროს არ ჩანან რა გასაჭირში. ამაზე გამახსენდა ბარც აქვს, როლაბ ბარც ესა კულინარიაზე ერთი ესე მითოლოგიებში რა და ესეც საინტერესო რაც დაკვირვება ქონდა რომ აიო დააკვირდითო იაფასიანი ჟურნალი შედარებით რა გაზეთი კულინარიული ამ იაფასიან კულინარიულ გაზეთში ყოველთვის ისეთი რეცეპტია რომელსაც ვერასდროს ვერ გააკეთებ რაღაც საოცარი ინგრედიენტები რო გჭირდება და რაღაცა სპეციალური ღუმელი და ეს და ძალიან ბევრი დრო რომელიც არის იაფასიანი, რომელსაც თქვათ შედარებით გაჭირვებული ფენა ყიდულობს და ცოტა ძვირადღირებული შედარებით კულინარიული ჟურნალები, ანუ ხო ლოგიკურია, რომ იქ უფრო ძვირადღირებული რაღაცების გაკეთება იყოს აღწერილი, იმიტომ რომ მაგათ მკითხველს აქვს შესაძლებლობა რომ ეს იყოს. არა, იქ ძალიან რეალური ისინია, რა ქვია, რეცეპტები, იმიტომ რომ მათ აქვს გაკეთების საშუალება და ესენი სულ ფანტაზიაში არიან, რა. აი რა შეიძლება დატვირთვა აქვს რომ ფანტაზიაში რო იყვნენ ყოველთვის რა რისი გაკეთება შეიძლება იმიტომ რომ რეალურად არაფერი არ აქვს მაგრამ რა შეიძლებოდა რომ გაეკეთებინათ და ეჭავათ ანუ ილუზიურ სამყაროში რო ტოვებ რა ეხლა შეიძლება ძალიან გაწელილი აზრია მაგრამ ეს მსახიობ სახელებს რასაც გვეძახიან ეს რა ქვია რას გვეძახიან ეს რაღაცებს ხო რასაც გვეძახიან თავის თავთან ისეთ სიტყვებს არ გვეძახიან რაც შეიძლება მაგათ მე ეგონოთ რომ გვერდში ყავთ. ხო. ხდება რაც ისეთი სახე რომ can't relate რა, ანუ და შესაბამისად არც თანაგრძნობა არ აქვს ამ ადამიანების მიმართ. ლიბერალები ამის დაფინანსებული, იმის დაფინანსებული, ეცა გოგის ბიძაშვილი მანანა კი არა, რომელიც შეც ყავდეს ბიძაშვილი, ხო ხდები? ყველანაირად დისტანცირებას აკეთებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები თანაგრძნობა გქონდეთ ამ ადამიანების მიმართ. თუ როგორ შეიძლება დავიჯერო რომ თქვათ
შვილი რო დაპატიმრებული ყავს არ აქვს მნიშვნელობა რის გამო იმ დედის მიმართ ვიღაცა იმედის მაყურებელს თქვა თანაგრძნობა არ ქონდეს. უბრალოდ არაჩვენებენ მაგას. შენ ეგ გამოგჩა ჩემი აზრით, რომ თუ მაგაზე ლაპარაკობ, რომ აი ის ადამიანები, ვინც მხოლოდ იმედს უყურებს და სხვა არაფერს, მაგათმა საერთოდ არ იციან პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ. უბრალოდ არ გადის იმედზე. რადიკალების აქციები, რადიკალების აქციები და რაღაც ხო ეგენი გადის. ხო, ანუ ამ კონტექსტში ახსენებენ რა, რაღაცებს გვეძახიან. ხო და ეხა სხვა შორის იცი რა გამახსენდა, წეგან შენ ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი, რომ საზმაუს ყურება არ უყვართო. იქ ბრწყალებში ბებოები თქვა რა. ეგ ჩემმა მეგობარმა მითხრა, მაგრამ ხო, იმიტომ რომ ცოტა ჩაძაბულიაო და იცი რა არის რეკომენდაციის სახითაც მინდა თქვა, რომ Facebook-ზე არის ესეთი ძალიან კარგი გვერდი მაყურებელი ქვია, რომელიც მონიტორინგს აკეთებს, როგორ მაუწყებლობს საზმაო. და ძალიან ჭკვიანები არიან ეს ვასიკო და თინა იმ ამბავში, რომ ეს ერთი შეხედვით ვერ დააბრალებ თითქოს, რომ რაღაცას არ ამბობენ. მაგრამ თავი არის დეტალები, აი როგორ ამბობენ რა. აი როგორ გააშუქა საზმაომ ეს ამბები ნახე 22-28 თებერვალს სტიქიის გაშუქებისას პირველმა არხმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ქართული ოცნების ხელისუფლებას თითქმის სამჯერ მეტი დრო დაუთმო, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას. ანუ იქაურების მდგომარეობაზე 74% განცხადებების იყო ქოცების მეების, ჩინოვნიკების და 26% ხალხის. ეგ არა, ზუსტად 80 ამბიდან 25-26 თებერვალს 65 იყო ოცნების განცხადებები რა. ანუ რეალურად ხო შეგიძლია რა ჩასული ხარ და რავი იქაურებთან მიხვი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარ იდეაში. პირველ რიგში ხალხის აზრს უნდა. ხო და მე რო შეეკამათები, აი ეგ კითხვა უყვართ ხოლმე რა, ეგეთ პროპაგანდისტებს. რომ აი მომიყვანე მაგალითი, როდის არ თქვი მე რაღაცა, როდის არ გავაშუქე, როდის და მაგალითს კი მოუყვან, მაგრამ მე ესეთ შიხში შედიხარ რა. ხო, ახლა პროცენტულობა ხوار და უწყებ იმას გამოკიდებას, მაგრამ რეალურად ეგ არის პროპაგანდა ეგრე იწარმოება. ბავშვები რო ბათუმში ოცნების ქალაქში, ბავშვები რო თბილისში ჩაცვედნენ. მან ეგეც დაწერა თან საზმაომ და გამოვშტერდი მაგაზე, იმიტომ რომ აშკარად ჩანდა როგორ იფიქრეს, რომ აი ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, როგორ აერიდებინათ თავი რაღაცა კონკრეტული სიტყვების გამოყენებას და მან ანუ სათაური ისე გამოიტანეს, რომ ოცნების ქალაქი არ იყო ნახსენები. მაგრამ მე ხო არ დაწერ უბრალოდ ბათუმში და რაღაც გრძეც და განეც ხო არ დაწერ. რაღაცა უნდა დაწერო კონკრეტული, მაგრამ ოცნების ქალაქში ბავშვები ჩაცვიდნენ და დაიხოცნენ იმ ოცნების ქალაქში, რომელიც ზარზე იმით გაიხსნა რამდენიმე ხნის წინ და რომელშიც 100,000 ლარი არის მარტო გახსნის ცერემონიაში დახარჯული. ნუ ხდებია რომ არ აწყობთ, მაგრამ როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან და დაწერეს მათ ხო რეალურად არანაირი შენობა არა რომელსაც ნომერი აქვს. რა დაწერეს რაღაცა მისამართი, მიმდებარე კორპუსის მისამართი და აი ამ კორპუსის მისამართის გვერდით მახლობლად ჩაცვივდნენ ბავშვები. იჯდნენ და ფიქრობდნენ მაგაზე. ფიქრობენ როგორ აირიდან თავიდან, მაგრამ რო უთხრა გავაშუქეთ. დღეს რაღაცას უყურებდი და ძალიან საინტერესო დაკვირვება იყო რა. ინდიგომ გამოუშვა ესეთი გადაცემა, როგორ მუშაობს სამთავრობო ტელევიზია. დღეს დაიდო მე მგონი ზუსტად თუ მოკლედ ახალი ვიდეო არის თამარ შარიქაძე არის ესეთი გოგო იმედის ჟურნალისტი რომელიც მე მგონი 1-2 წლის წინ წამოვიდა იმედიდან იმიტომ რომ რაღაცა არა უფრო რამდენიმე თვის წინ წამოვიდა იმედიდან იმიტომ რომ რაღაცა კომპრომისზე აღარ წავიდა რა რასაც ტენიდნენ და ეგ ამბობს ეგეთ რაღაცას რომ ჩვენ სფეროშიო ყოველთვის იყვნენ პირველი კლასის ჟურნალისტებიო აი ყველაზე კარგად ვისაც უხდიან, ყველაზე მეტი სამუშაო ვისაც აქვს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვინც ყველაზე მეტად ჩანს. აი ესეთი ტიპები რა, რაღაც არის ალბათ ვინები არიან ეგეთები, იგა გრიგოლია და გიორგი გაბუნია და ვიღაცები რა, აი ძალიან პრაიმ ტაიმის ხალხი და რაღაც. მე არის მეორე კლასის ჟურნალისტებიო, რაღაც აი ფილდ ჟურნალისტები, რაღაც რო დარბიან და რაღაცებს მეშვებიან და საველე. 1 ზლოტი დავგარგე. და ხო ნუ მაგას ყვება მაგ იერარქიას და მერეო ისე შეიცვალა ეს დინამიკაო რომ მე-3 და მე-4 კლასის ჟურნალისტები წამოწიეს წინო
როგორც სახეებად, როგორც talking head-ებად, იმიტომ რომ მოსაუბრეებად. იმიტომ რომ ამ პროდიუსერმა ერთხელ თქვაო, რომ მე მირჩევნიაო, რომ ისეთი ადამიანი მყავდესო, რომელიც გამოუცდელი არისო და ბევრ კითხვებს არ დასვამსო მე რო რაღაცა, ანუ თქვენთან მიწევს ჭიდაობაო, აი ამ სიტყვებით აქვს ნათქვამიო რა. რო ვიციო რომ თქვენ თუ რაღაცას დაგავალებთ, ანუ ვიციო ჭიდაობა მომიწევსო და ესენიო რადგან დამწყებები არიან, ეგეთი თავდაჯერება არ აქვს ჯერო. და რასაც ვეუბნები, იმაშვებაო რა. დაჟე ისე ქონდა თუ ანუ იმედზე არის ლაპარაკი რა, იმედის პროდიუსერებს. ჩვენ ხო რაღაც ჟურნალისტური მუღამი გვაქვს, რომ აი თემა მოვიძიოთ და რაღაცა. ესენი თვითონ ათენებენო ღამეებსო, რომ მომდევნო დღისთვის თემა უკვე არსებობდეს და თვითონ მოაქვს თემებიო რა, იმ მაგაზეც აღარ აწუხებ ჟურნალისტებს. უბრალოდ შემსრულებლები სჭირდებათ რა. ხო და ეხლა შენ რო ამბობდი, რომ რატო არ აწუხებთო ეგო რა, ანუ ბევრი ფაქტორი თამაშობს მანდ რა, თუ დამწყები ჟურნალისტი ხარ და დაკაჩვა გინდა და რაღაცა თავის წარმოჩენა გინდა, ყველაფერს აკეთებ რა, რომ რასაც დაკავალებს და ლეკვივით ხარ იმ შენ პროდიუსერთან. ხო, ანუ თან ისთან ეხლა რო თქვი რომ ღამეებს ათენებენ თემებს თვითონ იფიქრებენ ანუ საუზმე პროპაგანდის ესე ვთქვათ რომ რა შეჭამრა. ვასილ ჩიქოვანი რო გაუშვეს თვითონ რედაქტორი დაჭდა ეხლა. რედაქტორი კი და მე რაღაც სხვა მოიყვანეს. ხო, ანუ თვითონ ყველაფერი გადაიბარეს რა. კი ბატონო. ხო, უბრალოდ იმათ უნდა და სუფლიორის ეხლა ჟურნალისტობა აღარ არის რაღაცა სუფლიორი ხარ რაღაც რაც გავაეკრან და კითხულობ უბრალოდ რა. ხო. და ამ თამარ შარიქაძემ დაიწყო თავისი YouTube ჩანელი კიაფი და აქვს გადაცემა თათოს ჟურნალი ქვია და დღეს უყურე ერთ ეპიზოდს ნორმალური იყო სხვა შორის აქვს გაუმჯობესების პერსპექტივა, მაგრამ მე გავაგზავნებ ყურებას, იმიტომ რომ რაღაცა ეგეთი დაკვირვებები აქვს, რომელიც კონკრეტულად იმედს და პროპაგანდისტულ მედიას ეხება და თან ნამუშევარი აქვს იმედში, აი იმ პიკურ პერიოდში, როცა ყველაზე ისე ომის პროპაგანდა რო აწარმოეს და რაღაცეები რა, ყველაზე შიდა სამზარეულო ეცინო წვერვალი რო ქონდა ომს, ესა იმედს მაგ დროს აქვს ნამუშევარი და ხანდახან ეგეთ დაკვირვებებს აზიარებს ხოლმე და ამიტომ ვაპირებ რომ ჩაუშვდეთ და თქვენც გაგიზიარებთ description-ში ამ გადაცემას და უყურეთ რა. ხა რაცა კითხვები მეც და შენც სტუმრისთვის ქონდა. ხო. გათვლილი და ეხლა რავი როგორ გამოარო ეს მანაც ვკითხოთ. სემ კინისენი იცი? კომიკოს. სემ კინისენი? ხო. ეს პირველი კომიკოსია, რომელიც აი ნახე სკოლის პერიოდში რა. იმის მე მგონი აღარც მინახავს, ყოფილი ხადაგებელი იყო თუ სწორად მახსოვს და აი პანჩლაინებს ღრიალებდა ხოლმე. და ასეთ ხუმრობა ქონდა ესეთი, რომ აიო რა უყურებო National Geographic-ის სურათებსო რა. მე ვამბობ აი რაღაცა აფრიკაში შიმშილისგან დამუნჯებული ბავშვები რო არიან, ის ძალიან ცნობილი ფოტო რო რაღაცა რახიტისგან მუცელდასიებული ბავშვი რო კვდება და იქ რო მოშორებით რო სვავით რო ასეთი მტაცებელი ფრინველი ჩანს. ესე უყურებ და ფოტოებსო და ვფიქრობ ჩემთვის რომ რატო გადამღები ჯგუფის წევრები სენდვიჩს არ აჭამევენ ბავშვსო რა. ხო და ნუ ეს ან გულუბრყვილო აზრია, მაგრამ მე მგონი ყველას გვიფიქრია ეგეთ დროს რა, რომ აი ამ კადრებს რო ხედავ, ან წარმოგიდგენია რომ ჟურნალისტი აკვირდება ამ ყველაფერს და ვიცით რომ არ ერევა, ან რა გააკეთა. შეიძლება ვიღაცას მორალურად არასწორი ეგონოს ეს რო უბრალოდ დააკვირდა რა. და მაგაზე ეხა გამოვიდა 2024-ში, მე მგონი შენს გაქვს ნანახი Civil War-ი. სამოქალაქო ომის კაპიტანი ამერიკას მარველის ფილმი არ არის. A24-ის არის ხო? A24 სტუდიის არის და ეს არის ფოტო ჟურნალისტებზე. მოყვე ხო სიუჟეტი, საკმაოდ საინტერესო ფილმი იყო ჩემთვის. მეც მომეწონა ეგ ფილმი. მოკლედ რა ხდება? ნუ საინტერესო ცოტა ისეთი გამოხმაურება ბევრნაირი ქონდა, უმეტესად ნეგატიური, ოღონდ თვითონ უშუალოდ ფილმთან დაკავშირებით ნაკლები, იმიტომ რომ 2024 წელს გამოვიდა და არჩევნების პერიოდში და სიუჟეტი არის ერთი შეხედვით ცოტა აბსურდული. იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ასე აბსურდული, ხო, მე არ მგონია. 1-4 წელიწადში, შეიძლება რაც წინასწარმეტყველურიც იყოს, მოკლედ ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც
ნიკ ოფერმანი თამაშობს და არღვევს კანონმდებლობას და მესამე ვადით დარჩება. ამაზე აჯანყდება რაც შტატების ნაწილი და დაიწყება სამოქალაქო ომი. აბსურდი ხარ როცა სამოქალაქო ომზე ფიქრობ ახლა 2024 წლის და თანამედროვე ამერიკის შემთხვევაში მიდიხარ blue state red states ხო? რესპუბლიკელები დემოკრატების წინააღმდეგ, მაგრამ ფილმში ხდება რა? რომ არსებობს ტეხასის რესპუბლიკა და კალიფორნიის რესპუბლიკა, რომლებიც ერთად ებრძვიან ამ US Army-ს, ამერიკის არმიას ებრძვის Western Forces, ანუ დასავლეთის ძალები. და ამ ხრივ ხა ტეხასი და კალიფორნია ერთმანეთის გვერდ კი აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მუღამი თქვათ ისეთი რაღაცაა, რომ როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს იმას, რაც ამერიკა რითიც გამოირჩეოდა, რომ არასდროს არ ყავდა, თქვათ, არ ყოლიათ დიქტატორი, ესეთი აბსურდული კავშირებიც ხდება. და სიუჟეტის უფრო ვიწრო, რომ დავავიწროთ სიუჟეტი, რა ხდება, რომ არიან ფოტოჟურნალისტები. არ დასპოილერო აღონდა. ნახოთ. ფოტოჟურნალისტები, რომლებიც გადაწყვეტენ უკანასკნელ დღეშია რა მოკლედ პრეზიდენტი აგებს სამოქალაქო ომს და გადაწყვეტენ რომ ნიუ-იორკიდან წავიდნენ იმოგზაურონ მანქანით, ჩავიდნენ ვაშინგტონში და ჩამოართვან ინტერვიუ პრეზიდენტს, რომელიც იქნება ძალიან ეპიკური რაღაცა, რასაც გააკეთებენ. მათ შორის ახლა აი იმ ყველაზე გამოცდილი ვინც არის ასაკოვანი და ერთი კიდევ ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი კრისტენ დანსტი თამაშობს ალი სმითი ქვია მე მგონი ფილმში რაც ლაპარაკობენ ჟურნალისტის როლზე და ახალგაზრდა ფოტოგრაფი ამ გამოცდილს ეკითხება თუ გახსოვს მე რომ მესროლონო ძალიან სახიფათო სიტუაციებში აღმოჩნდებიან ეკითხება მე რომ მესროლონ თუ გადაიღებო და მე ლიპასუხობს რომ შენ როგორ გონია და რაღაც მომენტში მე ამ დიალოგს სხვა უფრო გამოცდილ ჟურნალისტთან აგზელებს და იქ ამბობს ეს რაღაცას ლირო ჩვენ ვიღებთ ფოტოებს ჩვენ არ ვსვავთ კითხვებს ჩვენ ვიღებთ ფოტოებს რომ სხვებმა დასვან შეკითხვები და შეიძლება ძალიან მარტივი მისახვედრი იყო, მაგრამ ჩემთვის იყო რაღაც გაანალიზება, რომ უი, ხო, რატო არ მისცა იმ გადამღები ჯგუფის წერმა სენდვიჩი მომაკვდავ ბავშვს, იმიტომ რომ მე ჩვენ ეს ფოტო გვენახა და ჩვენ შეკითხვები დაგვესვა. მაგრამ დასასრული რაც ხდება მან. როგორ გაიგე შენ დასასრული ორივენაირად გამოდის. ანუ რაღაც მომენტში ფოტოგრაფი აირჩევს რომ არ გადაიღოს და გადაარჩინოს სიცოცხლე. და მე მგონი რაც ერთ-ერთ მომენტში ეგეც არის, რომ უბრალოდ დაკვირვება აღარ გმარა, უნდა ჩაერიო. მაგრამ მე ის ახალ ბედა გადაიღებს ფოტოს. ხო, მოკლედ ორივე მხრიდან მუშაობს რა ეგ. მაგ პერსონაჟს მე მგონი კიდე რაღაც დამატებითი განზომილება ქონდა, რაღაც წარსულის ამბებზე აქვს და დანაშაულის განცდა და თუ მე მახსოვს არასწორად. და მე მგონი მაგ დანაშაულის განცდა მაიძულა რა რაღაც ეგეც გაკეთება. ამისი მთელი ფილოსოფია ხო ის იყო, რომ მე ვიღებ რომ შენ ნახო და შენ კითხვები დასვა, რომ შენ რაღაცა ისწავლო, შენ რაღაც დასკვნები გამოიტანო, მაგრამ იმდენ გზად, იმდენ ძალადობას და უბედურებას ხედავე, რომ რაღა აზრი აქვს, რამდენიღა გაჩვენო. აღარ გაჩვენებ და მე თვითონ ჩავერევი, მე თვითონ ვიზავ რაღაც, იმიტომ რომ უკვე რამდენი რამე უნდა ნახო, რომ გონზე მოხვიდე. უკეთესი ჰოლოკოსტი გჭირდება, რაც ესეთი ამბავია. ბევრი იყო აი ძალიან კარგი ეპიზოდი, წითელი სათვალეების ტიპი, რომ გენიალური სცენა ერთ-ერთი ამ საუკუნის შემდგომ. ძალიან გაიყო. მაგაზე ანუ ეგეთი სასპენსი როგორ აკართლა დაძაბული სცენა რა, რაღაც ეკლებზე როზი ხარ. ყველაზე სიგიჟე მანდრა იყო, იცი? მოკლედ მაყურებელსაც რა უხსნათ და მე რაღაცას შევეცდები რომ მივაბა ამას. ერთ-ერთ მომენტში ჟურნალისტები აღმოჩნდებიან ადგილას, სადაც არის ჯარისკაცი, რომელსაც უკეთია ძალიან კვას წითელი სათვალეები, აი ჰიპსტერული სათვალეები, ფლიმარკეტზე დედაინის ფლიმარკეტზე რო აქვს ნაყიდი, אז ეგეთი წითელი სათვალეები და მათი მეგობრები ყავს და ორი
ორი პერსონაჟი არის დაჩოქილი, იარაღი აქვს მიშვერილი და ნაწილი მიდის მერე. და ამ მომენტში მე ეგრევე საშინელების შეგრძნება გამიჩნდა, რატო იცი კირს რო აყრეს გახსოვს? რასაშობა? ეს პერსონაჟი ჯარისკაცი ჯესი პლემონზი არის, ხო? თუ რა ქვია მაგდებს? კი, აი Breaking Bad-ში რო ველოსიპედიან ბავშვს ესურეს აღარ მახსოვს მაგდების სახელი, მაგრამ მე სცენა მახსოვს დღემდე ძალიან კაფიოდ. ეგ ტიპი, ეგ არის სამხედროს ვინც თამაშობს ამ სათვალეებიან სამხედროს, ძიდი ორმო არის ამოთხრილი, რა დინამიტით აფეთქებული და შიგნით გვამები ყრია. და ეს ტიპი დგას და ეს ტიპი ორი პერსონაჟი ხო არის დაჩოქილი და აყრის კირს. და კირი რატო აყრიან, რომ ეგრევე ასოცირდება ხოლმე იმასთან, სამხედრო დანაშაულთან. იმიტომ რომ ხალხს რო ჩახოცავდნენ, მე კირს აყრიან იმის გამო, რომ ხრწნას ანელებს სუნი არ დგება და ეპიდემიების დროს და რაღაცას ის აღარ გადააქვს რა ბაცილები და ასე შემდეგ. და მეორეც ერთი კიდე დეჰუმანიზაცია არის რამ ხრივ, რომ ადამიანის გარდაცვლილ ადამიანს გვამად არ აღიქვა და აღიქვა რაღაცა ნარჩენად, რომელიც უნდა გაანეიტრალო რა. და ეგრევე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩება, რა თქმა უნდა, რომ კირს აყრის. და ეგრევე ჩავიძაბე რა. და მე მაინტერესებდა რა იყო мотиваცია, რატო გავუკეთეს რა ეს წითელი სათვალები, იმიტომ რომ თითქოს რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ გავიხსენე რას, აი არაცნობიერად რო იცი და ვერბალურად ცნობიერებაში ვერაფრით ვერ ამოვიტანე, რაღაცას მახსენებდა. და მე უყურე ინტერვიუს რა ამ ტიპის ჯესის და იყო სეთ მაიერსთან და მე ზუსტად ამ ეპიზოდზე ლაპარაკობენ რატო გადაწყვიტე წითელი სათვალე და თქვა რომ რაღაცა 8 სათვალე გქონდა და ყველაზე არაადეკვატური ავარჩიეთ და დაახლოებით შეიძლება თქვი სეთ მაიერსმაც ეგ როგორ ახსნა იცი რომ აი ომი ხო ვერ ვიტყვით ხა ლოგიკას ყველაზე მეტად დაქვემდებარებული სივრცე არის ხო მაგრამ ომში ხო არსებობს რაღაცნაირი პროტოკოლი რაღაცა ფილმები ხო გვინახავს სადაც აი საყელო რო არა აქვს ტიპ შეკრული მაგას სჯიან და რაღაცა აჭიმებს და რაღაცებს აკეთებინებენ და ფეხსაცმელი რო იდეალურად გასუფთავებული უნდა კონდეს იმიტომ რომ რაღაცა ტიპის წესრიგი და პროტოკოლი უნდა არსებობდეს და როცა ხედავ ტიპს განა ის რომ გვამები ყრია და შეიძლება მაგაზე მეტად დაგაფრთხოს იმან რომ ტიპს უკეთია წითელი ანუ ლოგიკა არაადეკვატურია რა ტიპი რაღაც არაადეკვატური და არაადეკვატურ ტიპს რომ ავტომატი უჭირავს უკვე კატასტროფა ხდება რა მაგრამ არ დამაკმაყოფილა რა მაგ პასუხმა რაღაც მეთქი არა და მე გამახსენდა რა იცი ანუ რას მაგონებდა თამაშის სკინებს რო შეგიძლია რაღაც ხო ანუ აი ბარბის ფორმა რო ჩააცვა ჯარისკაც მაგალითად ხო სანელმა ვინც არიცის აი მაგალითად Fortnite-ში Chapel Roan-მა თქვა BBC Radio 1-ში რომ აი ოშრუმებს შევჭამო და მე ჩემი Nintendo Switch-ით Fortnite-ს თამაშობ Ariana Grande სკინითო რა ანუ შეგიძლია შენს ავატარს თამაში ზმანი უყიდო რა და მე ეგ გამახსენდა რა ტიპს სკინი ქონდა ანუ მაგისტვის იყო რაღაც ეგ შეთანხმება გამიშთა მაგისტვის იყო ეგ რაღაცა თამაშდა მე სხვა პერსონაჟების თუ გახსოვს რაღაც ფერად მანიკურიანი სნაიპერი ჰავაის პერანგი ეცვა კიდე ვიღაცას რაღაცა შეტევის დროს და ასე შემდეგ. ზოგადად ეგ ფენომენი არ შეგიმჩნევია ადამიანებში, რომ მაგალითად როცა ლაპარაკობენ აპოკალიფსზე, სხვადასხვა ტიპის მაგალითად ზომბი აპოკალიფსზე, ეგრევე კითხვები ჩდება, რომ რა იარაღი გეჭირებოდა, რა მანქანით იuliდი. ანუ ეგრევე ესთეტიკაზე და იმაზე ფიქრობ რა. რაღაცა როგორი ტიპი ვიქნებოდი ან პოსტაპოკალიფტურ სამყაროში ხო რა აი ნაფიქრი გაქვს შენც მაგას ხო თან ეხლა საინტერესოა ზომბი აპოკალიფს რო ახსენე იმიტომ რომ ალექს გარლანდი ვინც არის ამ ფილმის რეჟისორი არის სცენარისტი 28 დღის შემდეგ და 28 წლის შემდეგ და გარუცოდი გამოშტერდი ხო ის არის დენი ბოილის არის პირველი და ეხლა გამოდის 2025-ში. ხო, ახალი მესამე ნაწილი. რომელიც არის მეგონი iPhone-ით გადაღებული. კი, და არ ვიცი, ანუ ეგრე თავიდან ეგრე გავრცელდა ტრეილერი რომ ნახე არ ეთყვა ვერ მიხვდები ეხლა სიმართლე გითხრით არის გადაღებული, მაგრამ ხო და სანამ გადახვალ უცებ მინდა ბარემ რახან Civil War-ზე ლაპარაკობთ ქართული ამბავიც გვაქვს ეგეთი რატი მუჯირი არის ვიღაც ყოფილი ჟურნალისტი, მეგონი ახლა აღარ არის ჟურნალისტი და ეს იყო ერაყში ჩასული
ომის დროს და გადმოსცემდა იქაურ ამბებს. ხო და ვისაც გაინტერესებთ ანუ ქართული პერსპექტივა საომარ სიტუაციაში ჟურნალისტი რო ჩადის როგორი არის მის ყოველ თან მე მევსება ხოლმე რა რაღაც დინამიკა რო არის ორი სხვადასხვანაირი ტიპი შერლოკი და უოტსონი და რაღაც ანუ ამას ხო ამას ოპერატორი ყავს თავისი ცოტა ესეთი ტიპი შენძრეული და არც ეს არ აკლებს მაგრამ ხო და ძალიან აქედან მახსოვს ერთი მომენტი მე მგონი ადრე მოგიყევი კიდეც ძალიან სასაცილო სცენა სასაცილო და თან სევდიანია და თან რაღაც ძალიან ფილმური არის რა რომ ეგეთ რაღაცას ყვება რომ სად იყო ბაღდადში არიან და ეს ისინი ბაზაზე მიიყვანენ მოკლედ რაღაცა ბრონიჟილეტებით იმებით ამოებით და სიმშვიდე არის რა რაღაცა ტბასთან არიანო და ეგეთ რაღაცას ყვება რომ მეორე დღეს ტბაზე გავედით ამერიკელი სამხედროები ისხდნენ პატარა დასაკეთს კამებზე და ხმას არ იღებდნენ ტბაში ანკესი გადაეგდოთ და ერთ წერტილს აკვირდებოდნენ. გვერდზე ავტომატები მიაყვდებინათ. სიჩუმეს მარტო ანკესთან გასროლილი ძუის ხმა არ ყვევდა. ასეთ სიჩუმეს დიდი ხნის წინ გადაჩოვლი ვიყავი და სულ მეგონა რომ დისკომფორტ შემიქრინდა, მაგრამ რაღაც მისტიური გზნობა მოიტანა. ყოველ ჯარისკაცის სახეზე რაღაც ხდებოდა, ტრალევალი რა. და მეორე ეს რაღაც ამბობს რომ ხანდახან ამოიღებდნენ ანკეს და ისევ ისროდნენ და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ვინმე რამეს თუ დაიჭერდა, იქვე მაყალი იდგა და მზარეულს აწვდიდა, ის წვავდა, მაგრამ არ შეიმჩნევია რომ ვინმეს ეჭამოს. ვერაფრით ხვდები სან მიქონათ ის შემწვარი თევზები. რამდენიმე ჯარისკაცი დაჭერილ თევზს ისევ წყალში უშვებდა. და მე ეკითხება რომ ეს თევზები რატო არავინ არ ჭამთო რა? და მთელი პონტი ის ყოფილა თურმე რომ ეს ტბა მოწამლულია. მან თევზი არ იჭმა, მაგრამ იმდენად მოწყენილები არიან, რომ ტიპები ზიან და უბრალოდ თევზაობენ. და მე ეკითხები რომ რაღაცო წავთ მაშინო და რა ისინიც მოწყენილები არიანო რა, ზარეულები, არაფერი არავის საქმე არ აქვსო და ანუ უბრალოდ თევზაობენ, თევზს იჭერენ, წვავენ და მე ნაგავში ყრიან. რომ არ გაგიჟდნენ სადღაც ბაღდადში მისიაზე და მოგეთ რაღაცა ესეთი ისტორიები არის ამ წიგში. საინტერესო განზომილება კიდე გააქვს, რომ ეს თარჯიმანი დაყვებათ მართლა, რომელიც ძალიან ქარიზმატული და რაღაცნაირად თავისებური ტიპი არის და თავისი ის აქვს. ძალიან ძიმე წარსული, რისთვისაც ახლა ყველაფერზე წამსვლელი ტიპი გაიჩნდა რა და კაი გასართობია მოკლედ ნახევარ დღეში წასაკითხი Civil War-ის ყურებას რო დაამთავრეთ, მე შეიძლება გაგისწორდეთ. აუ, ეხლა რა ვქნა ისი? ეგ Civil War-ი ეს თამაშები ერაყი და ჟურნალისტები გადავაბოთ. ჯულიან ასანჟით. Yeah. როგორ გადავაბოთ, იცი? მე რო გითხარი, სკინი თამაში გონია მეთქი ტიპს თავი. შენ ჯულიან ასანჟი ხო WikiLeaks-ის ტიპია. მოკლედ ძალიან მოკლედ რომ მოვყვეთ. სხვადასხვა სლად მაგას აქვს, ძალიან კარგი ეპიზოდი. იქიდან რაცა მოვიხმარ რაღაცებს, მოვიხმობ. პირად საქმეს გულისხმობს, ჯულიან ასანჟზე აქვს ძალიან კარგი ეპიზოდი. ძალიან კარგი იქნებოდა ხა ჩვენ სტუმრისთვის გვეკითხა რას ფიქრობს ზოგადად მაგ პიროვნებას ჩვენთვის ესეთია ჯო როგანზე რას ფიქრობ როგორც კომიკოსზე ან ლუის სიკეიზე ან რაღაც ესეთი აი ესეთი საკამათო ტიპებზე რა ყველაზე სკანდალური მხილება WikiLeaks-ის იყო 2010 წელს დადეს WikiLeaks-ზე 2007 წელს მომხდარი ისტორია, ანუ გვანახეს ვიდეო ბაღდადში, ანუ ერაყში, სადაც აიღუპა Reuters-ის ორი ჟურნალისტი. და WikiLeaks-ზე ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ნუ იმას გულისხმობ, რომ როცა ომია, collateral damage ქვია, როდესაც მაგალითად სამოქალაქოები დაიღუპებიან რა. ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაინგრევა, ანუ თანხლები ზიანი რა, არც როგორი თარგმნება კარგად და YouTube-ზე მაგალითად თუ გინდათ ნახოთ, damage კი არ არის murder, ანუ მკვლელობა. და მე ძალიან და ამ ჩვენ უყურებთ ვისმენთ აი ამ პილოტების, ვინ დაცხრილა ეს ხალხი, ამათ დიალოგს. და ერთ-ერთ მომენტში ეს ტიპი, ერთ-ერთი სამხედრო, ამერიკელი სამხედრო, ამბობს ესეთ რაღაცას. Look at all those dead bastards.
და მაგაზე ეგრევე გამახსენდა ჩემი ძმა რომ მეორე ოთახში ბავშვობაში Dota 2-ს თამაშობდა და მიკროფონში რო ყრიალებდა ხოლმე თავის მეგობრებს რო ეთამაშებოდა. და მე ასანჯმა თქვა რომ რაღაცა Call of Duty-ს თამაშობენო რა ტიპები. და ეხა ნუ ეგ გასაგებია და მე ერთი ტიპი სამხედრო რომელიც იყო რა ქვია ხმელეთზე იყო რა ამ დროს ვინც პატარა გოგოს გადაარჩენს და მე ძალიან აკრიტიკებდა ამერიკის მთავრობას და ომს და ბევრი ინტერვიუს აძლევდა მაგ ტიპმა თქვა ესეთი რაღაცა მაგ ტიპს ხომ მოისმინა მაგანაც 2010 წელს ნახა ეს ყველაფერი იმათი პერსპექტივა ანუ ვინც ერთ ფრენში იყო და ამ ტიპმა თქვა რომ ამ ტიპს კითხეს რომ როცა უსმენდიო შენთვისო ძალიან უცნაური არისო რომ ეს ელაპარაკობდნენ რომ ამ ადამიანს შეხედე ამ მკვდარ ნაბიჯურებს როგორ ყრიან რაღაც გიგონება რაღაც არსებები იყვნენ მართლა პერსონაჟები თამაშის და არ გამიკვირდაო იმიტომ რომ ეგრე გვასწავლიანო ანუ იმიტომ რომ გავუმკლავდეთო ემოციებსო რა ანუ ესეთ დამოდა ნუ ესეც დეჰუმანიზაცია არის რა ერთგვარი რომ ადამიანს კი არ ეს რაღაც Call of Duty-ს თამაშობ ხო აი Black Mirror-ში რო იყო რა მაგის მეტაფორა იდეაში თუ გახსოვს მე-4 თუ მე-5 სეზონში იყო პირველი სეზონიც არ მაქვს ეპიზოდი რომ რაღაც ტექნოლოგია გამოიგონეს რომელსაც უკეთებენ ჯარისკაცებს და როცა ველზე გადიან საომბრად, ფრონტზე გადიან საომბრად, ზომბებად აღიქვამენ ლიტერალი რა. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ზომბებად ხედავენ ადამიანებს, რომ ესე მონსტრებად მოდიან და თავს ესხმიან თითქოს. და მე მაგის ტვისტი ეგ არის, რომ ერთ-ერთის ეს აპარატი გაფუჭდება ჯარისკაცის და უცებ ხედავს, რომ ხალხი დაუხოცავს რა. ხო, ზუსტად იგივე. ეგ თემა არის, რასაც ხო, Call of Duty არის ჩვეულებრივი რა და ჯერ რომ ეგრე ატრენინგებენ, რომ ეგრე დაინახონ, რომ ადამიანებად არ დაინახონ და დაინახო როგორც ავატარებად და მე ეს ტიპი კიდე რას ამბობს, იცი ძველ ინტერვიუებში ესეთ რაღაცას ამბობს, რომ აი ასანჟე რომ თქვით ახლა გმირია თუ რაღაცა თავისუფლ იმეებისთვის მებრძოლი თუ კრემლის აგენტი თუ ვიღაცა ეს რაღაცას ამბობს, რომ ამ პოლიტიკურად და ანგაჟირებული იყო ეს WikiLeaks-ით ხო უნდა ყოფილიყო რაც ნეიტრალური და რაღაცა მაგალითად მაგათმა RPG-ვითომ რომ დაინახეს ამ ხალხს რო ისროლეს ავტომატი მიდა რა ქვია ვერტფრენიდან ეს RPG ყოფილა სამფეხა ტრიპოდი რა იმიტომ რომ კამერა და ისე ჭირათ რა ქვია სამფეხა ამ ტიპებს მაგრამ ამ ტიპმა თქვა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული იყო იმიტომ რომ კი მართლა სამფეხა ეჭირათ მაგრამ გვერდზე ტიპებს იარაღი ეჭირათ და მაგაზე არაფერი არ უთქვამთ და მე სხვა ინტერვიუში კიდე მე მგონი გვიანი პერიოდის ინტერვიუ უკვე იქ ამბობს ეს ტიპი რომ მაგათვისო სულ ერთიაო უკვე იმას აღარ ამბობს რომ ჩვენც ეგრე გვატრეინინგებენ ამბობს ეს რაღაცას რომ მაგათთვის სულ ერთია ეგენი ეკრანიდან უყურებენ მაგ ყველაფერს და თამაშობენ ისევ იგივე სიტყვებს ამბობს ვიდეო თამაშებს ხო და ნუ მაგიტო ცოტა ისეთია ასანჟის თემაზე მაგიტო იქნებოდა ძალიან კომფორტული რომ ჟურნალისტი ყოლდა და გვეკითხა რა დამოკიდებულება ზოგადად მაგათ ქართული შესატყვისი აქვს whistleblowers ინფორმაციის გამომტანი თუ რაღაც ეგეთი. Whistleblower-ებზე აი Snowden-ი და ეგ ხალხი ხო? ანუ ეგ ასანჟიც ხო whistleblower-ი გამოდის. ხო და ყოველთვის ძალიან გაურებული დამოკიდებულებები არის ხოლმე ხალხში. აი ხა ეს ჩვენ რო ყავს ხარებას ეს რო იყო თანაშემწე. ის ტიპიც ციხის კადრები რო გამოიტანა ეგეთ ხო whistleblower-ი გამოდის. ხო, ბლოვერებზე და აი ინფორმაციის გამომტანებზე და ასე შემდეგ, ნუ სხვადასხვა შეხედულებებია და რეზონანსია ხოლმე განსხვავებული, მაგრამ აი ასანჟის შემთხვევაში ძალიან აი ჩვენთვის მაგალითად ქართველებისთვის, ანუ ტიპი ამბობ რომ მინდა რომ რაღაცა დემოკრატია, ანუ როგორ ითხრა იმისთვის ვიბრძვი რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს, რაღაცა დემოკრატიული ღირებულებები, არაფერი არ უნდა დაივალოს და მე მიდიხარ და 2014-ში ყირიმის ანექსიას უჭერ ხარს და მე Russia Today-ზე გადაცემა გაქვს და Snowden-იც იმაში ცხოვრობს რუსეთში. ეხა და საეჭვოდ WikiLeaks-ის რაღაცები ძალიან საეჭვოდ დაემთხვა კრემლის ინტერესებს ბევრჯერ. ხო და მაგ შემთხვევაში ხა ძნელია რომ ხა კაცი თუ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხარ, მაშინ რუსეთს და იქ სადაც ცარიელი ფურცლის ჭერის გამო ხალხს იჭერენ, მაგათ რანაირად ემხრობი.
მე უბრალოდ იმდან არაფერი არ ვიცი მაგ ამბებზე რომ ვერ შემოვდივარ შენ. ხო, ეგ არის ძირითადად, ანუ აი ფაქტის შეიძლება ხა ძალიან მიკერძოებული იყო რომ ძალიან ეს ხის ფაქტებს გეუბნები და ეხა მეორე მხრის არგუმენტები დიდად არ იყო, მაგრამ ნუ ყველაფერი რაც თქვი, მე მგონი არაფერი არ შემშლია რა. აი ისევ ერაყის თემაში შენ გამომიგზავნე სხვათა შორის კატ უილიამსი არის ლეგენდარული ხოა. აუცილებლად. ეგ თუ არ არის ლეგენდარული მართლა არ ვიცი ვინ არის. ჯორჯ კარლინი, კატ უილიამსი და რიჩარდ პრაიორი შეგეზე დააწყო. თუ დასაწყობია. და არის ესეთი ლეგენდარული კომიკოსი, რომელიც პირველი ბით გამოგზავნა უნისემ და იყო Insurgent Friends. რომელიც არის დღემდე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბითი, მაგაზე უკეთესი აღარ უთქვამს ჩემთვის არაფერი კატ უილიამსი. ისე ჩააგდე. ბითი რა არის ბითი? ქართულად არ გვაქვს შესატყვისი. ხუმრობა. არ არის ბითი ხუმრობა. თუ არის. კაი, ჩავაგდოთ. ხო. ერთ-ერთი საუკეთესო ხუმრობა. ერთ-ერთი საუკეთესო ხუმრობა არის, რაც აი კალინის ბევრ ხუმრობას მირჩევნია სხვათა შორის. აი ეგ კონკრეტული ხუმრობა. ეხლა რაც ლაპარაკობ. კალინზე სასაცილო ჩემი აზრით არის. არა, კალინზე სასაცილო ყოველდღე არ. ძალიან პროდუქტიული იყო და ძალიან აქტუალური და ძალიან ცოტა სხვაგან იყო კიდე ეგ ტიპი, მაგრამ სასაცილოების ხრო კატ უილიამსი მირჩევნია. ხო, რა თქმა უნდა. კალინი ლექციები იყო ხოლმე, ცოტა სახალისოდ მოთხრობილი ლექციები ფილოსოფიაზე, ისტორიაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ და კატ უილიამსი pure fucking. ხო, ანუ ერთი და იგივე თემაზე კალინი გამოვიდოდა სრულიად ცარიელ სცენაზე, რაცა შავი მაისურით. ამას მწვანე რაცა ხავერდის თუ რაღაცის კოსტუმი აცვია, ვებხვები ყავს და ლამაზი ქალები. მართლა ვებხვებით გამოვიდა სცენაზე ერთხელ კატ უილიამსი. და ძალიან დაკოკაინებული ალბათ სუროფლისტის დარბის დახტის აუ ის ბიტიც მაგ Pimp Chronicles-იდან ზოოპარკის ვებხვებზე რო არის. გამახსენე. ანუ ზოოპარკის ვებხვებს აჯავრებს, რომ საწყლები რო არიან, რა ეგრე არ უნდა. შენთან რო და მე რაღაცა სკამს ახტება. ანუ ძალიან ისეთი ენერგიული ტიპი არის რა, რაღაც იხარჯება ფიზიკურადაც და დაკვირვებებით ძალიან მაგარი აქვს, ახლა შენ რასაც ყვები დამთავრე და ფიზიკურადაც უკეთ ხო? ო, ფიზიკური კომედიაც აქვს და მოკლედ ჩვენ თემაშიც ძალიან კარგად ჩდება ახლა ეს კატ უილიამსის ეს ხუმრობა და იწყებს იქიდან რომ თავრობას ადარებს პიმპებს, ანუ სუტენიორი ხო? სუტენიორებს და რატო? რომ თავრობა რაღაცებს გეუბნება, ნუ თავრობა თუ სუტენიორია შემინ გამოდიხარ ხა გასაგებია. შეხარ სექს მუშაკი და გეუბნება სუტენიორი რაღაცას, შენ ვერ ხვდები ეს რატო უნდა გააკეთო, მაგრამ აკეთებ. და ნუ ეხა მე ფიზიკური კომედია ვთქვით, რომ კარგი აქვს და აკეთებს კიდევაც რასაც გაკეთებინებენ შენ. მაგრამ მე აგძლებს, ნუ არიან სუტენიორები, იმიტომ რომ რაღაცებს გვეუბნებიან, ჩვენ არ გვესმის, მაგრამ რატომაც გჯერა. მაგალითად და მე გადადის ერაყის თემაზე და ამბობს ეს რაღაცას, რომ რატო ვართ ისევ ერაყში? Pimp Chronicles ეს სპეციალი, სადაც ეს ხუმრობა არის, გამოვიდა HBO-ზე 2006 წელს. რო წარმოიდგინოთ 2003-ში შევიდა, დაიწყო ერაყის ომი მარტში, 2003 წლის მარტში. 3 წელი არის გასული და კითხულობს კატ უილიამსი სცენაზე, რაღა გვინდა ერაყში, რა ყველა არ დავხოცეთ უკვე და მე ძალიან კიდევ ერთ გააცნობიერებას ამბობს, რაღაცას ამბობს, რომ მოგეთო თუ ვინმესო არ გჯერათ რომ ისინი განგსტერები და ჩაგვრელები ვართ, ამერიკელები, მაშინ მითხარით რა ფერი უნიფორმა აცვიათ ერაყელ ჯარისკაცებს. და don't worry, I'll wait. და მე ამბობს განა მათ ჯარისკაცებს კლავთ, მათ ხოცავთ, მათ. ანუ განა უნიფორმებში, შლოპანცებში, კაუბოის ქუდებში, რაც ებრაელი სპეკულიანტებთან აყიდ ჯინსებში. და მე ხა მედიაზე გადადის რა. ანუ რატო არის ხა კატ უილიამსი ჩვენ თემაში. და ამბობს მედიაში და მე ტელევიზორს რო ჩართავ, მე ესენი ადგებიანო და ყველაზე არაადეკვატურ სიტყვას იპოვიანო, რომლითაც ამ ადამიანებს აღწერენ, რომ შენ საერთოდ არ ინერვიულო. კი არ იტყვიან, რომ 2 კაცი, 7 ქალი და 16 ბავშვი მოკლეს. არა, იტყვიან, რომ მოკლეს insurgent people. ანუ მიამბოხეები და შენ რო ამერიკელი ტიპი რაღაცა იწევიო, უყურებ ტელევიზორს და ფიქრობ, რომ მაგრად მკიდია, იმიტომ რომ არც ერთი insurgent მეგობარი მე არ მყავსო რა, თუ გინდა ვაფშე ყველა
თუნა სულ ყველა დაგიხოციათო რა. და ნუ მე კატ უილიამსი რატომაც არის უფრო სასაცილო ვიდრე კარლინი არის შენ კარლინი აქ მორჩებოდა ხუმრობას და კატ უილიამსი მორჩა გასულ სადამთავრო სამხურობას. გავახსენე? ამას ხო იტყვის და ნუ ძალიან კაი წაშია, კაი ძალიან გენიალური ბითია ხუმრობა ჩემი აზრით და მე გადადის და კიდევ არ შეიძლება ის სხვა თემაზე გონია რა რო გადადის რომ მოკლედ და კიდევ არ შეიძლება რომ სახშიო რომ მარიხუანას რომ მოწევო თუ ბავშვი არისო რა იმიტომ რომ ნუ კაიო მოწიო მაგრამ არ შეიძლება რომ მოწიო და მე შენი შვილის Coco Puffs შეჭამო ეს რაღაც მე მგონი ის არის სიმინდის ფანტელები თუ რაღაცა ტკბილი სიმინდის ფანტელები. იმიტომ რომ მეეო ბავშვი რომ მოდის და ტირილით ეძებსო, შენო თავი უნდა მოიდებილო, ვითომ შენც ეძებო რა. და იქო შენ რაღაცაზე დადგებიო, ეძებო. აქ როცა ვაიმეო შვილო აღარ არისო ეთყობა ან ინსურჯენტ ხალხმა შეჭამაო. არა აი ეგ განსხვავება კარლინს და იმას თორე აი ის ხუმრობა ძალიან თავისუფლად კარლინი სიტყვა აი ზუსტად მაგონ ნუ რა თქმა უნდა თავის სტილში მაგრამ აი აქ შემოგიტრიალა რომ ის ხო იმიტომ რომ კი ზუსტად ეგ არის რადიკალებს როგორ ეძახიან ანუ ეგ არის რომ შენ რომ ამბობდი ხო დააკავეს რადიკალები ვინა რადიკალი მეგობარი ყავს იმ ჩემ მეგობრის ბებია არავინ რადიკალს არ იცნობს მაგრამ მან შემოდის კიდე როგორი რაღაცა იცი მე განცდა მაქვს რომ რამდენიმე ჩემი ნათესავი მე რო დამიჭირო თქვა თან ცემუნა რაღაც ეგეთი განა იმას იტყვა რომ უი არა იტყვა რომ ალბათ დაიმსახურა რას მიდიოდა იქ ანუ განა მე იტყვა რომ მე რადიკალი ნათესავი არ მყავს და არ მემუქრება ეს საფრთხე თუ მეც შემეხება თქვა სისტემის ხელი პოზიციონირებას შევიცვლი და ახლობლიდან გადავინაცვლებ უბრალოდ რადიკალ ნაცნობში და ესე იგი ანუ თუ ესეთი სისტემის ის ხარ დამჯერი ასე ვთქვათ 100% უნდა გჯეროდეს ეჭვის სივრცეს არ ტოვებს რა დიქტატურა თუ ოდნავ ეჭვი შეიტანე აღარ ევასები მე თუ შენ კითხვა დასვი რო კაცო რატო დაიჭერეს ჩემი მეზობელი მშვენიერი ბიჭი იყო აი რეპორტაჟებში რო არის ხოლმე ირაკლის სპიჩში რა რომ მუშაობდა ეს ბიჭი და რაღაცა რატო დაიჭირეს რატო ცემეს მშვენიერი ბიჭი იყო გამარჯობა არ ეშლებოდა და მუშაობდა მართლა და როცა ოცნებისნაირი ნაციზმისნაირი რაღაც მსგავსი იმების მხარდამჭერი ან შეიძლება არ იყო მხარდამჭერი მაგრამ უბრალოდ ჩუმად ხარ ხმას არ იღებ ეს ხო ნიშნავს თანამძრახველი ხდები რა და როცა თანამძრახველი ხარ მე უკვე ყველაფერში მიყვები ესე მგონია რა ახლა ისეთი მაგრამ შეიძლება ვფიქრობ ხოლმე არ ვიცი ხარ როგორი რეაქციები ექნება თქვათ ან როგორი რეაქციები აქვთ ხოლმე როცა იჭერენ თავიანთ ნაცნობებს ესე იგი აუ მაგაზე რა ან მე ის რა გამო სიკარიო ხო გაქნანახი კი აუ სახელი დამავიწყდა იმ ქალაქის ვერაკრუსი ხო არა მოკლედ სიკარიოს პირველ ნაწილში რო გადადიან მექსიკის ტერიტორიაზე და ემილი ბლანტის პერსონაჟს მიახედებს ბენისიო დელ ტოროს პერსონაჟი შეხედეო და რა ხდება უკვე მექსიკაში გადადიან ვიღაც drug lord-ი და ნარკო დილერი თუ ვიღაც ეგეთი დიდი ანუ როგორ თქვა სიკარიოში ხდება ეგ არ გვინდა მოკლედ ვიღაცა ტიპი უნდა ექსტრადიცია უნდა გადმოიყვანონ მექსიკიდან ამერიკის განხორცი ეგ არ მითქვა ქართული ჟურნალისტებით აპირებდი ხო პატივს მივაგებ აი მე ისე თქვი გეგონება უკვე დამარხე ხო და ქართული ჟურნალისტიკა ზოგადად მე თავი დამეთქვი და მოკლედ ამერიკიდან გადადიან უკვე მექსიკაში რომ იქიდან გადმოიყვანონ ვიღაცა ნარკობარონი რაღაც და დაკითხონ იქ რაღაც და გზაში რომ შედიან ნუ ეს ძალიან ნუ ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს რომ გაზვიადებული ძალადობა და გაზვიადებული სიხარიბე და რაღაცა და მართლა ნუ მე რაღაცები წავიკითხე და მართლა ხდება ეგეთ რაღაცები თან ნარკოტიკებში გარეულ ქალაქებში განსაკუთრებით და თუ გახსოვს რომ შედიან ქალაქი აღარ მახსოვს ვერაკრუსს ვიტყვი იმიტომ რომ ამასთან თუ უყურებდი რაღაც რომ ძალიან ბევრი კარტელის ომები არის მან Mexican don't worry რაღაც მექსიკის ქალაქი იყოს კაი და იქ არის გვამები ჩამოყიდებული რა ხიდზე და ეს გვამები არის ხო თავები აქვს მოჭრილი და დასახიჩრებული და რაღაცა და ეს ემილი ბლანტის პერსონაჟი უყურებს რაღაც გაუგნებული და ბენისიო დელ ტოროს პერსონაჟი ან ბენისიო დელ ტორო ეუბნება რომ ამასო ანუ ხო შეიძლება უბრალოდ დახოცონ ხო რა საჭიროა ეს გამოფენა ერთი გამოფენა ნუ იმისთვის რომ მე ხებმა ისწავლონ ხო ანუ თქვათ არ უნდა დააბეზღო
ნარკობანრონი, იმიტომ რომ შენც ეს გელოდება, მაგრამ რა საჭიროა ესეთი სისასტიკე, რომ მოკლა, მაგ შენ დაანაწევრო და დაასახიჩრო. ამას იმიტომ აკეთებენო, რომ განა ხალხს მარტო შეეშინდეს, ეგ გასაგებია, ხო? მაგით რომ აკეთებენ. არა, იმიტომ აკეთებენ, რომ ხალხმა იფიქროს, რომ დაიმსახურეს. ანუ ასე რომ მოგექცნენ, ესე იგი რაღაცა დააშავე. აი და ეგ გამახსენდა იმაზე, რომ ხო, სიკარიოს მომენტი გამახსენდა. კიდე სხვა შორის, აი, რომ ძალიან ხშირად ვილაპარაკეთ უკვე, რომ ახალს არაფერს არ იგონებენ და განა სივრცობრივად და პერიოდების მიხედვით მოგეს შუა არის 8 საათიანი დიდი ფილმი როა ხო? 9 მე მგონი 9 საათიანი 85-ში გამოვიდა 9 საათიანი დოკუმენტური ფილმი არის ჰოლოკოსტზე კლოდ ლანცმანის და საინტერესო რატო ახლა ნუ გარდა იმისა რომ საინტერესო ფაქტი არა მაგრამ 9 საათი ხო არის და არის დოკუმენტური ფილმი და ინტერვიუები არის ნუ ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებთან თვითმხილველებთან, ყოფილ ნაცისტებთან, მაგრამ გამოყენებული არ არის არანაირი არქივის ისინი. არ ხო არის დოკუმენტურ ფილმს რო უყურებ თქვა Time-ის და რა თქმა უნდა ის რაღაცა იპრის ბრძოლის კადრი არის და იქ რაღაცა პარიზის აღების და არაფერი ეგეთი კადრი არ არის. მარტო არის ინტერვიუები რა. და უზან შემზარავი ფილმია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მომენტში ტიპს ალაპარაკებენ, რომელიც გადარჩა, ანუ ებრაელ ტიპს და ნუ იქ ყველაფერს აკეთებინებდნენ თვითონ ანუ საკონცენტრაციო პოლონეთის ტერიტორიაზე რა საკონცენტრაციო ბანაკი იყო ერთი და იქ ტიპი ლაპარაკობს რომ ნუ ხალხს რო დახოცავდნენ და გაგუდავდნენ გაზით ებრაელებს მოყავდათ რაღაცა ორმოში მარხავდნენ მაგრამ ეს ტიპი ამბობს რომ გვიგზავნდნენ რომ მათთვის გაიძულებდნენ რომ მაგთვის ჩფრები დაგვეძახებინაო რა ანუ გერმანული სიტყვა რაც ჩვარს ნიშნავს არც გერმანული იმიტომ რომ ისევ რომ რაღაცა ადამიანად არ აღეკვა რა ამასთან წავიკითხე და საინტერესო მომენტი ჩვენ აგეტყვი მე თვითონ ამოვუჭრათ მოკლედ ჰოლოკოსტს ხო ვეძახით ჰოლოკოსტი რაც არის და ჰოლოკოსტი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მსხვერპლს შეწირვას ცეცხლით ანუ მსხვერპლს შეწირის სახეობა რაღაცა ძველად რომ დადებდნენ რაღაცა ცხოველის ნაწილს და მერე დაწვავდნენ ამას და რაღაც პერიოდი კატასტროფად გადაიქცა ანუ კატასტროფის მნიშვნელობით იყენებდნენ ძირითადად ისეთი კატასტროფის რომელიც თქვა ცეცხლით იყო გამოწვეული და ნუ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისურ ენოვან მედიაში ჩვეულებრივად იყენებდნენ რა ამ ჰოლოკოსტს და აღნიშნავდა მეორე მსოფლიო ომის დროს მაგრამ მარტო ებრაელები ბოშები სლავები რაც ხეიბარი ადამიანები, ქუიარები, ვინც გაანადგურეს რა. ნუ ყველა ცალ-ცალკე სახელი ბოშების გენოციდს ცალკე სახელი აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად ნუ ებრაელებზე მიდის რომ ჰოლოკოსტი. ეგ მინდოდა მეკითხა ცოტა დებილური კითხვა არის, მაგრამ ვინ დაარქვა ჰოლოკოსტი საბოლოოდ? აქეთა მხარეს ნუ ნაცისტები არც აღიარებდნენ ჰოლოკოსტს, ანუ აქეთა მხარე და მოიფიქრა ეგ სიტყვა და ნუ შეუსაბამის. ანუ გენოციდის აღსანიშნავად ჰოლოკოსტი არ მოწონათ, იმიტომ რომ მსხვერპლს შეწირვას აქვს თავისი მიზანი და რავი, ნუ რელიგიურად თუ შეხედავ არის ესე ცუდი, თქვათ. და სისულელე არც ერთ ღმერთს არ სჭირდება ესეთი მსხვერპლი, რომელ ღმერთს უნდა ესეთი მსხვერპლი და შუა და მაგიტომ არაადეკვატური ტერმინი ნადმიჩნიეს და მე შუა დაარქვეს იმის გამო, რომ შუაც ნიშნავს კატასტროფას რა ერთი სიტყვა, ივრიტზე არის სიტყვა, ივრიტი ანუ ებრაული სიტყვა და ნიშნავს კატასტროფას, რომელსაც ენა ვერ აღწერს. ანუ შუას რო იტყვი ისეთი კატასტროფა, სადაც ენაც კი უძლურია, რომ ამ უბედურება ვერბალურად, ანუ სახით გამოიხატოს ისეთი დიდი უბედურება და მაგიტო ქვია ფილმს შუა, ანუ შეიძლება ქმეოდა ჰოლოკოსტი მაგალითად. და ეგ სიტყვა რაღაც ხრივ ძალიან აქტუალური ხდება კიდევ. ენით აღუწერელი კატასტროფების იმაში ვართ მარათონში თითქოს. რაღაცა ისეთი ხდება ხოლმე, რომ კატასტროფა აღარ არის საკმარისი რა. რაც ახალი სიტყვები გვჭირდება, რომ ახალ უბედურებებს, ანუ იმხელა მასშტაბის უბედურებები ხდება, რომ შეიძლება შესაბამისი მასშტაბის სიტყვები სემანტიკურად რო გაწუდეს და გაიწელოს. ხო. ოვისა ეგ საინტერესო თეორია. ერთხელ მოვიწვიოთ ვინმე ლინგვისტი. ვალაპარაკოთ მაგაზე კატასტროფები როგორ ცვლის ენას. ჩემი ერთ-ერთი მსაყვარლესი მწერალი შენ კი მოგეხსენება არის სერგეი დოლატოვი.
და ეს კრებული არის სხვა ცხოვრება, რომელიც არ ეხება ჟურნალისტებს, მაგრამ ის წიგნი, რომელზეც მინდა ელაპარაკე, ეგ არ არის ქართულად თარგმნილი და არც ინგლისური ვერსია არ მაქვს ფიზიკურად, მაგრამ ამ წიგნს ქვია კომპრომისი და ეხება, როდესაც დოლოტოვი წავიდა ემიგრაციაში, ჯერ ესტონეთში, ტალინში ცხოვრობდა, მერე ნიუ-იორკში. და როცა ესტონეთში ცხოვრობდა, იქ ახალი ჩასული იყო სამსხური არ ქონდა და დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ გაზეთში, რეპორტიორად. და აქვს ესეთი წიგნი გამოშვებული კომპრომისი, რომელიც შედგება 11 თავისგან და ყველა თავი ესე არის დაყოფილი, რომ პირველი კომპრომისი, მეორე კომპრომისი, მესამე 11 კომპრომისი და ყველა თავის დასაწყისში არის ამონარიდი იმ სტატიებიდან, რომლებიც დაუწერია ამ ტალინის გაზეთისთვის. და მერე მოდის უკვე უშუალო ისტორია რა ხდებოდა მაგ кейსის მიღმა. ამ სტატიის მიღმა, ან რაღაც ამბის მიღმა. ხო და ძალიან საინტერესო არის ეგ ესე ვთქვათ behind the scenes როგორ აქართულად. ფარდის მიღმა ამბები რაღაც რა, კულისებს მიღმა ამბები, როგორ ხდება ჟურნალისტებისთვის. აი გოგოს ვიდეოები რო გირჩიეთ ქართველი ჟურნალისტის, ეგეც მაგიტოა საინტერესო, რომ იმედი ესე რაღაც რო შეხედავ, გარედან რაღაც ბოროტების ქარხანა თითქოს, რომ აი ის კვამლი უნდა ამოდიოდეს შორიდან რო შეხედავ რა, არა და ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და შე როგორც თქვი, ესე ჯდებიან და ფიქრობენ როგორ შევქნათ ტყუილი, როგორ შევქნათ რა. ხო და მაგისთვის ძალიან კარგი არის ეს დოლოტოვის კომპრომისი, რომელიც მე აღმოჩინე მაგარი ჰაკი ცხოვრებისეული. ესეთი საიტი არის ხრიკი. archive.gov.org თუ რაღაც ეგეთი არის და თითქმის ყველა წიგნი რაც არსებობს გონი, დევს ინგლისურად და შეგიძლია ითხოვ, ანუ ბიბლიოთეკის ფორმის აქვს. უფასოდ რეგისტრირდები. და შეგიძლია ნებისმიერი წიგნი და ანუ ყველა წიგნი თითქმის რაც გამოსულაუდეს მე ორი კვირით ითხოვ. და მე აბრუნებ და ორი კვირი რავი საკმაოდ დიდი დრო არის რომ ნებისმიერი წიგნი წაიკითხო და იქ დევს დოლოტოვის ეგ წიგნიც და სხვა ყველა წიგნიც. ხო და ნუ ეს კაცი გაქცეული იყო ქვეყნიდან და მაგის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და რუსობის მიმართ დღეს გადავხედე პროსტა რომ უბრალოდ რომ გამეხსენებინა რა ხდება ამ წიგნში და ძალიან სასაცილო მომენტი იყო ერთი ესე პარიზზე ლაპარაკობ მე რა პარიზში არიან და დიალოგი აქვს ერთ-ერთ რუსთან და ეგეთ რაღაცა უნდა რა 16 წელია პარიზში ვცხოვრობ მომბეზრდა ფუქსავატი ხალხია დარდი არიციან და მწუხარება დილიდან ღამემდე მხიარულებასა და ხუმრობებში ატარებენ დროს. ერთხელაც ვერ მოვითმინე და სათესლე პარკი განგებ დავიზიანე. ჯოჯოხეთური წამება იყო. 2 კვირა გავატარე ავადმყოფოში. ნემსები და მთელი პროცედურები გავიკეთე. უამრავი ფული მივახარჯე. სამაგიეროდ სულიერად დავისვენე. თავის საკუთარ სახლში ვიგრძენი. ავად რომ ვიყავი, ჩემი ცოლი ირანის საკონსულო ზღოლთან გრაფ ვოლკანოვსკისთან ერთად გაიპარა. დარდისგან სასმელს მივეძალე. ყველა საქმე გვერდზე მივაგდე. პარტიული საყვედურიც დავემსახურე. სამაგიეროდ თავი ადამიანად ვიგრძენი. ჩვენებურად ვიცხოვრე რუსულად. ხო და ეს მახსოვს რაღაც ესეთი აქვს, იმასაც დაწერილი. მარგულაშვილს მეთქი. აბა მეორე ქართველი ფილოსოფოსი, რომელიც შვილიზე მთავრდება. მამარდაშვილს. აუ რა საშინელება დღეს ვეძებდი მამარდაშვილის მაგ ციტატას და ვერ ვიპოვე, მაგრამ მოკლედ მამარდაშვილი ეგეთ რაღაც ამბობს, რომ რუსებმა არიციან ცხოვრების შერგებაო რა და რაღაცნაირად მაგათ ხასიათში ზის მუდმივი უბედურებისკენ მიდრეკილებაო და ამიტომ თავიანთ იმპერიალიზმშიც იღუნთება ეგრო, სადაც შედიან იქაურობას აუბედურებენ, იმიტომ რომ თავიანთ ხასიათს არგებენ იქაურობას. ხო და დღეს ვეძებდი მაგ ციტატას და ვერ ვიპოვე, მაგრამ შევეცდები მოვიძიო და დავურთოთ მე მას. description-ში, აღწერაში. ხო და მამარდაშვილზე კითხულობდი რაღაცებს და ერთ-ერთი რაღაც trash site-ზე ამოხდა გდანის მაჟორიტარის მოადგილე არის ვიღაც, ესე რაღაცებს აგვარებს ეს რაღაც საქმეებს და საქართველოს რო გავიდა ევროპის ჩემპიონატზე დაასტატუსა გდანის ჯგუფში, რომ ვინც არიცით მამარდაშვილი გდანელია. ეს ხო დაწერა დაპოსტა და კომენტარებში წაგავს მამარდას და გიო სადმე სკვერი ხო არ გესიამოვნება. ანუ ამითი ეფლექსავა საქართველოს ნაკრების მეკარეს, რომ გდანში ხო არ გინდა სადმე სკვერი გაგიხსნაო. ხო და ეს
ეს ტრეში ამბავი გამახსენდა უბრალოდ მაგას. ხო და ძალიან სახალისო არის ეს კომპრომისი და ერთი ანუ დღეს ვფიქრობდი დოლატოვი რატო მომწონს ესე ძალიან და მე მივხვდი რომ ცოტა sketch comedy-ის ხასიათი აქვს თითქოს ამის მოთხრობებს. ანუ აი Monty Python-ის sketch-ები რო წარმოიდგინო აბსურდში რო შეაბიჯებს პერსონაჟი და ნაცვლად იმისა რომ გამოსწორდეს რამენაირად ეს ყველაფერი უარესი აბსურდი რო ხდება. მაგ კომპრომისში არის ერთ-ერთი ეგეთი ამბავი რომ სადღაც უშვებენ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის დაკრძალვაზე, რომ რეპორტი დაწეროს გაზეთისთვის. და იქ ისეთი რაღაცები ხდება, რომ არც ტიპს უწევს, რომ ჰალსტუხი ამან გაუკეთოს მიცვალებულს, იმიტომ რომ ყველას ეშინია იქ შესვლას მარტოს და მე ეს სიტყვას არავინ არ ამბობს და ამას უწევს სიტყვის თქმა და ცოტა იცი რა გამახსენდა Succession-ში რო არის თუ გახსოვს ლესტერი რო კვდება. გასვენებაში რო უწევს იმას ყველაზე ცარცავს სახელს რო ამოიღეს. He was a man. ძალიან გენიალურია. He died. მაგ ეპიზოდში გავიგეთ, ხო? მოს რატო ეძახდნენ? კი. ძალიან დამენანაო მოდავინო. კი. ხო და მაგაზე ფიქრობდი რომ შეიძლება აქედანაც ქონდა მაგათ სცენარის წაღებული ინსპირაცია. შეიძლება, ამერიკაში არ ცხოვრობდა. ეს ამერიკაში ცხოვრობდა და ეგ პატარა მოთხრობა Somebody's Death ესე იგი ინგლისურად. თურმე 91 წელს გამოქვეყნდა ნიუ-იორკერში თავისი ილუსტრაციებით და რაღაცებით, რა ვიცი. სხვადასხვა დოვლატოვის ეხლა ხან ჟურნალისტებს ველაპარაკოთ, არ გახსოვს დოვლატოვის გამოარგვათრი ეს იმაზე პოსტივის ამედაშენ. დოვლატოვის გამოიყო? ის რომ მოყავი ანეკდოტი, რომ მოყავი. გახსოვს საიდან დაიწყო? არა. საიდან დაიწყო? მოყვეს. მიდი მოკლედ. მოკლედ შეიძლება ვინმეს შეგხვდათ ან პოსტივის, ან ინდიგოს. ორიდან ერთგან. მოკლედ ინდიგოზე დაგპატიჟეს მე და უნისე, რომ არჩევნების წინ რაღაც კითხვებს, ანუ ერთმანეთს ელაპარაკეთო რა. წეს კითხვები უნდა დაესვათ, მაგრამ ერთი კითხვა რო დაგვისვეს, მე ერთ საათი უბრალოდ ვლაპარაკობდით მე და უნისე და ბოლოს რავი წადითო გითხრეს. პატარა რაღაცა იდება საბოლოოდ იმდიც. წუთიანი იყო მე მგონი საბოლოო. ხო, საბოლოოდ და ნუ იმ ერთ საათს რა თქმა უნდა არ დებდა არავინ. და მაგ გადაცემაში თუ რაღაცაში რო ვიყავით, ნისე ამბობდა ეს რაღაცას, რომ ნუ ამათმა თუ მოიგეს, ფიქრობ რომ წავიდე. და მე გითხარი რომ ეგ ცოტა ბავშვური ხვარა მეთქი იმ ამბავში გითხარი რომ აი მძევლად რო აკავშირის ეხლა მე ჩემ თავს დავტანჯავ თუ ის არ იქნება და იქნებ გაგიცხე რაღაცა იქნებ არ უნდა წავიდეთ და დავრჩეთ და მე შენახსენე ეს რა ქვია დოვლატოვი რო ახსენე და იმიგრაცია ისე დაიმთხა რომ ვიქტორ შკლოვსკი ვახსენე ზუსტად ეს წიგნი რაც წამოღებული მაქვს ამ წიგნს ქვია Zoo or Letters Not About Love და ხა ჩვენ რო გითხართ რაზეა რომ რუსი ფორმალისტები იაკობსონი შკლოვსკი ასე შემდეგ ოციანებში თუ მანამდე მოუწიათ წასულიყვნენ უნებრივია ქვეყნიდან ზოგი დაბრუნდა ზოგი აღარ დაბრუნდა და ნუ ეს შკლოვსკი თვითონ და ძალიან დიდი ნაწილი რუსული ელიტის ცხოვრობდა ბერლინში. ზოოპარკის მახლობლად და ზუ. და ნუ ამ კაც შეუყვარდება შკლოვსკის ვიღაცა ქალი, ელზა ტრიოლე, რომელიც დააფრენძონებს, არ გაიზიარებს მის სიყვარულს და ემეგობრება მას არ ვიცი როგორ თქვა. და მისცემს ნებას, ნუ მომწერეო, მაგრამ ეტყვის რომ სიყვარულზე აუგზავნა ერთი პირობით რომ არ მომწერ სიყვარულზე. და მე ეს ამისი მიწერილი წერილები შეკრეს, გამოსცეს და ქვია Zoo or Letters Not About Love. მაგრამ ყველა სპოილერი ყველა წერილი სიყვარულზე შეიძლება არ ეტყობა, მაგრამ არის ყველა სიყვარულზე და ძალიან დიდი ნაწილია თქვათ დონ კიხოტზე ლაპარაკობს ძალიან საინტერესო რაღაცებს და მე პროზის თეორიაც აქვს დაწერილი და ოდესმე ვილაპარაკოთ. ახლა ძალიან საინტერესო ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი არის ლიტერატურულ მცოდნეობაში. მიმებზე და იმიგრაციაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი თემა არის. ხო და მე გავიხსენე ამის ეპიგრაფი. რომელიც არის ესეთი სოლჟენიცინის რაღაცა მოთხრობიდან
რომლის სახელიც ახლა მივხვდი რომ მაშინ არასწორად თქვი სხვა რაღაციდან მახსოვდა Etudes and Tiny Tales რომელიც არ ვიცი მე სხვა რაღაცა თქვი მაშინ და ამ პატარა მონაკვეთს ქვია Fire and Ants ანუ ცეცხლი და ჭიანჭველები და იმაზე რომ ვლაპარაკობთ უნდა წახვიდეთ თუ არა ქვეყნიდან მე გავიხსენე ეს ტიპი ეს მოვყევი მე შენ რუსული ფორმალიზმი მოვაყოლე რა იყო პატარა რაღაცები და მე გავიხსენე ეპიგრაფად როგორი ანუ რა ხდება ამ რას იხსენებს ეს ტიპი ანუ რა არის ამ წიგნის ეპიგრაფი რომ ეს სოლჟენიცინი ამ მოთხრობაში რაც აქვს ყובה ეს რაღაცას რომ ტიპი ზის კოცონთან ამ კოცონს აიკიდება კოცონთან ზის და მე აიღებს რაც კუნძს და ჩააგდებს ცეცხლში ამ ცეცხლში აღმოჩენს რომ რაც ჭიანჭველების ქარავანი დადის და შეეცოდება რა ეს ჭიანჭველები და ამ გადმოაგდებს ამ კუნძს ცეცხლიდან და ის იქით იხჩოლება და რაღაცა და მე ცოტახანში შეამჩნევს ეს რაღაცას რომ ჭიანჭველები თავიდან დაიფანტნენ მაგრამ ამ ჭიანჭველების გარკვეული ნაწილი უკან ბრუნდება რა ამ ალებულ ცეცხლმოკიდებულ ნაკვერს ხალხს ქცეულ კუნძზე და ეგრევე უჩინარდებიან რა ქრებიან და ხა ნუ ემიგრანტი კაცი ხა მაგას რატომ მოყვებოდა ხო და მე რაც გავიხუმრესავით რომ მაშინ ვერ მივხვდი მეთქი რას ნიშნავდა მაგრამ მე ჩემმა ერთ-ერთმა არ ვიტყვი ვინ მომიყვა ბიძერმა ნაცნობი ხო ბიძერმა მომიყვა ანეკდოტი მეთქი და მოყვები ეგ ანეკდოტი მოყვე ხა მიდი და ყვები ამ ანეკდოტს რომ ორი ჭია დედა ჭია და შვილი ჭია სხედან რა წვანან არ ვიცი არიან ნეხში და შვილი ჭია იყრება ხეზე ზემოთ და ხეზე ხედავს ბალში რო ცხოვრობენ ჭიები და დედას ეუბნება რომ დედაო რატო ხდება ისე რომ ზოგი ჭიაო ნეხში ცხოვრობს და ზოგიო იმაშიო ბალშიო და დედა პასუხობს შვილო სამშობლოს არ ირჩევენო რა და ნუ მოყვები ეს ანეკდოტი იმისამ და მე ვთქვი რომ მოხდი სუსის შავსიაში კი და მე მოგამი ის იყო რომ სამშობლოს არ ირჩევენ ხან ბალია შენი სამშობლო ხან ნეხვი ხან ცეცხლმოკიდებული კუნძი რომელზეც ბრუნდები მიუხედავად იმისა რომ შეიძლება დაიფერფლო და იმიტომ ვთქვი რომ იქნება არ ღირს იქნება უნდა დავრჩეთ ვერ წავალთ რომ მაინც მოგწევს დაბრუნება მე ხო იმიტომ რომ ვერ გავძლებთ და რასაც რა პირობებში გას და მე ჩვენ მედიასაც აღწერს ეს ამოჭრეს ეს ჩემი ანეკდოტი პოზიტივიზე და ათრიეს და ამ ისტორიის ჩემს საყვარელი ფაქტი ის არის რომ ეს ანეკდოტი კოცმა მომიყვა ხო ბიძერმა კოცმა იქნებ კოცებით მეტაფორებით უნკლავდებიან ეხა ბიჭო კიდე რომ მოჭრანდა ნახე კიდე ამოსყვებიან ხო ანუ ხო მესმის რაც ეხა მთელი ეს კონტექსტი რო ვერ მიხვდებოდი მაგრამ ტიპს კარიერა გაქვს გაკეთებული სკეჩებით და კომედიით და იუმორით და რავი ანეკდოტი ვეღარ უნდა გაიგო. დასასრულისთვის მინდა წავიკითხო კიდე ერთი პოსტი. რომელიც ძალიან მაწუხებს დასაწყისშიო მინდოდა მეთქო, მაგრამ ვერ ჩავსვი ვერსად და ეხა ბოლოში ვიტყვი და იმედია მივა სმენელამდე ვისთან საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ვინც გვისმენს ერთადად ჩვენ ხარეს არის ამ ბრძოლაში და შეიძლება ამას აკეთებდეს და ვერაცნობიერებდეს რომ ცუდ რაღაცას აკეთებს. ეს პოსტი არის პუბლიკის დამფუძნებლის და რედაქტორის ზურა ვარდიაშვილის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაწერა ესეთი რაღაცა Facebook-ზე. და რომ ჩემს უნდა გავითვალისწინოთ. ციტატა. კონტექსტი ისეთია, სულ ვერ იდებოდი ამის დაწერას, მაგრამ უნდა ვთქვა, მეგობრებო, აი იმ ფოტოების, ვიდეოების, კარტების, ტექსტების უკან, რომლებიც მედიებიდან, თქვათ, ჩვენგან მიგაქვთ, დგას უზარმაზარი შრომა, მაგრამ მხოლოდ შრომას რა უჭირს, უზარმაზარი რისკები. აი მაგ ფოტოების და ვიდეოების ავტორებს, ხან რომელ კლინიკაში უპოულობ და ხან რომელში ტვინის შერყევით, დალეწილი სახის ცვლებით და სისხლ ნაჟღენთებით. პლუს ამას სახელმწიფო ამასალების გამო, დიახ, სწორედ მაგ მასალების გამო, ხან რომელი კანონით გვაცხადებს აგენტად და ხან რომლით გვდევნიან, გზღუდავენ, გვავიწროვებენ ფიზიკურად, ფინანსურად, სამართლებრივად. ბოლო კანონით უბრალოდ დაგვიჭერენ ძალიან მალე. განა გავკვირვებთ, ასე ვცხოვრობთ და ეს კიდევ ბევრს შეეხო ჩვენს გარდაც, მაგრამ რა თავადიშვილობა ჩამოგერთმევათ, page-დან რო არ ჩამოწეროთ, ლოგოები არ მოაჭრათ და ისე არ ავრცელოთ, გეგონება თქვენი შრომის ნაყოფია. უკანასკნელად გთხოვთ, ნუშრობით ასე,
თუ გსურთ ინფორმაციის, ფოტოს თუ ვიდეოს გავრცელება, აქვს შესაბამისი ღილაკი. ნუ გპარავთ მასალებს, გთხოვთ egg engagement-ი არ აგაშენებთ, ჩვენ კი გვაზიანებს. ეს დაწერა ზურამ და მართლა აი რა არ ვიცი რა ნანახი რო გაქვს გურამ როგავას კადრები და ეს მინდია გაბაძე რამდენჯერ ცემს და ელემენტარულზე გვიწევს ლაპარაკი და ნუ ალბათ ჩვენი კულტურისთვის ის არის ბოლომდე გასაგები არ არის ეს კოპირაითის თემები, საავტორო უფლებების თემები, იმიტომ რომ რაღაც აჭარანეთზე გავიზარდეთ და iMovies-ზე და Voyage-დან ვიწერდით MP3 იმებს მობილურში რო ჩაგვეწერა და რაღაც მაგრამ ეს 20th Century Fox-ის ფილმსა და იმას შორის განსხვავება არის რა, რას ვიპარავთ ახლა ისინი მილიარდებს შოულობენ და ღმერთმა კარგად ამყოფ, კარგად არიან და ჩვენ ჟურნალისტებს მოკლედ დაუფასოთ შრომა და ლოგოები არ მოვაჭრათ მინიმუმი ეს მაინც შევასრულოთ მათ ფოტოებს. ხო, რაღაცები ხა დაგვრჩა სამწუხაროდ ეხა ეს შკლოვსკის წიგნით სხვა რაღაცის გამო მოვიტანე, მაგრამ იქნებ სადმე ბიბლიაზე თუ ვილაპარაკებთ, ოდესმე მან მოვიტანე ისევ მე მგონი ჟურნალისტებზე კიდე მოგვიწევს ეპიზოდის გაკეთება და ლაპარაკი და რავი. შეიძლება და კიდე ფერნანდა მელჩორის ქარიშხლების სეზონი მქონდა მოტანილი, რომელიც ეხა ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცაა სათქმელი, მაგრამ დანახე პოლინომიალის არის. არის საოცრად კარგი ურჩევ ყველას და მე ოდესმე ამაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად და კიდევ გვინდოდა ერთი რაღაც სიახლე მოხდა ამ ბოლო დროს ძალიან კარგი არა ჩვენ არ გვეხება არანაირად გარდა იმისა რომ არც რეკლამა არ არის ძალიან გვიყვარს მეც დაუნიშეს ესეთი პოლონელი ავტორი ვიტოლდ გომბროვიჩი რომელიც ბევრი საზრით არის საუკეთესო პოლონელი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი რაც ასევე როგორც ამის თარგმნელი ამბობს კეთი კანთარია კეთი კანთარია მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ შთაგონების წყაროდ მოიაზრება, იმიტომ რომ არგენტინაში წავიდა ესეც ემიგრაციაშია და ხო. და ნუ ერთ-ერთი მთავარი პოლონელი ავტორი რო არის ვიღაცებისთვის ეგ ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ ძალიან პოლონელი ავტორები გაიხსენეთ უბრალოდ. და ჩვენთან ქართულად იყო ნათარგმნი პორნოგრაფია წიგნები ბათუმში მაგათმა თარგმნეს თავის დროზე. და მე საუნის ეს ძალიან გვიყვარს, არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტექსტი, რომელიც აგვიკითხავს და მას ქონდა კიდევ ვიტოლდს აქვს ერთ-ერთი, ანუ ალბათ ყველაზე ცნობილი წიგნი, ფერდიდურკე, რომელიც არ იყო თარგმნილი და არც ერთი არ ვკითხულობდით, იმიტომ რომ იმდენად რთულად საკითხავია, რომ ინგლისურად, პოლონური და ინგლისურად გადათარგმნილს ეხა ჩვენ როგორ ძნელი არის. თან წავიკითხე გომბროვიჩის კოსმოსი ინგლისურად მეორე ნოველა და არა, ანუ მე სლაურენევს დაწერილი ტექსტები ინგლისურად თარგმნილი ძალიან არ მომწონს. დოლატოვზეც ძალიან ვიწვალე, პელემიზეც ძალიან ვიწვალე ინგლისურად თარგმნები, რაც წამიკითხავს და მათ შორის ამ კოსმოსზეც და ეხა ხო მოკლედ ქართული ენა ჩემი აზრით უფრო უხდება. და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რაც სპეცოპერაცია ჩავატარეთ იმ დღეს. უნისემ დაუნახა ვიღაცას კაფეში. აქციიდან შევედი მუზეუმის კაფეში შემთხვევით ხელების დასაბანად და ვიღაცა ქალს ქონა ესე გადაშლილი და მიაჭრა, მე მომწერა და არ ვიცოდით სად უნდა გვეშოვა, ვერ ვნახეთ და მე გამახსენდა ერთი ესეთი ქართული ტრადიცია, რომ ასეთ ავტორებს როგორც წესი ყავთ ხოლმე ერთი მთარგმნელი. აი მაგალითად პოლონელ ავტორს ოლგა ტოკარჩუკს ყოველთვის სამივე ტექსტი რაც არის, სამივე წიგნი რაც გამოიცა, კატია ვოლტერსი თარგმნის და მახსოვდა რომ ინგლისურადაც ერთი ქალი თარგმნის. კეთი კანთარიას ქონდა კეთი კანთარია ძალიან კარგი მთარგმნელია. მთელი ოსტერი კეთის ქალბატონი კეთის ნათარგმნი არის, სხვათა შორის ბევრი ალბათ იცნობთ და შევედი მის გვერდზე და მართალი აღმოჩნდი, ძალიან ყვავილ ვიყავი. და მე მივიწერეთ და შევიძინეთ ეს წიგნი, რომელიც არის რაღაც ახალი გამოცემლობა კი არა, ვიცი რა ქვია. გამომცემლობს ქვია თარგმნელების გამომცემლობა.
და მიწერეთ ლიგამუშეც დაამატეს უკვე როგორც ვიცი, მაგრამ ჩვენ იქ მივწერეთ კეთის შევხვდი და შევიძინეთ და არის ერთ-ერთი ალბათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი უდავოდ. და რა ვიცი ჩვენც შემთხვევით გავიგეთ და დიდი შანსი იყო რომ კიდევ დიდი ხანი არ გაგვეკო, ამიტომ ვინცაც გიყვართ გომბროვიჩი ან გაინტერესებთ რაიმე ძალიან უცნაური ის წაკითხვა გინდათ და თლად ულისე რო არ იყოს, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს და ასევე მათ აქვთ გამოცემული ამ თარგმნელების გამოცემლობას სამყაროს პატარა ცენტრი ქშიშტოფ ჩიჟევსკის, რომელიც არ ვიცი რა არის, მაგრამ ქეთი მგვაჩქვა მე დავნიშნეს. მადლობა ინტერესისთვისო, ფერდი დურკე ვიყიდეთ. და ხო, რეკლამა ახლა არ არის, რა რეკლამა უნდა გავუკეთოთ, მაგრამ უბრალოდ მართლა მინდოდა რომ გცოდოთ. გვინდა რომ ხო ეს ავტორი განსაკუთრებით გომბროვიჩი ხო ეს კაცი არ ვიცი თუ ვინ არის, ჯერაც აგვიკითხავს. მოყვარდა. იქნებ ვინმე მიცოდეს. ხო. კარგი. გამოგვიწერა. შენეთყვი? ხო. გამოგვიწერეთ ზარი რო არის. ესე უთხრეთ გამოგვიწერეთ. ხო, გამოგვიწერეთ ზარი რო არის მას დააჭირეთ რომ რამეს რო დავდებთ მე. სამთაში ერთხელ რო არ გამოგჩეთ ხოლმე ჩვენი ვიდეო. და ანუ ვიცით რომ სულ ამ აქციების თემები შევა დაღალა ბევრი ჩვენც დავიღალეთ და იქნება ვეცადოთ რომ პირველი ეპიზოდი მაინც რამე ისეთი იყოს ნეიტრალური. ნუ მაინც ამაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ეგ სხვა ჩერს ამჯერმე იყო ცდილობები ისეც რა. სხვადასხვანაირ ურთიერთობებში რომ მოდი დღეს გავიჩითოთ და არ ვილაპარაკოთ რა და ბოლოს მაინც ხარი ანუ ანუ მე მაგრამ ცდილობა მაინც კარგია. ხო რაღაც ჩვენი თქვა რატომ ვერ ვკითხულობთ ბიბლიას ან რავი მაუსზე ან რაღაცაზე ნეიტრალურად ვცადოთ კომიკოსებზე ან რაღაც ხო იუმორზე კომიკოსებზე ხო მე საბოლოოდ მაინც პოლიტიკაზე ლაპარაკი წავა როგორც ხდება ხოლმე. ნუ ესე ამდენად გაჟღენთილი რო არის ჩვენი ცხოვრება მახინჯი კოსტუმიანი კაცებით რას ვიზამთ რა გვიწევს. აუ კიდე რამდენიმე ვერ ავახსენეთ ხო. მახინჯი კოსტუმიან კაცებზე გამახსენდა რომ ფოსტერ უოლესის აპსიმბაზე უნდა მელაპარაკე. ხო, ეგეც დაგვრჩა. კაი. მადლობა ანა. მადლობა უნიშენ. ვიყავ შენთან ლაპარაკი. ხალხის. კიდე უკნათ ხოლმე. თან ისე პირველად ვილაპარაკეთ 4 კაციო სიბნელეში ზის და გვიყვარს. ეხლა გადით. რაღაც პერვერტული ფანტაზია რომელიც გვაქვს. მეორე სეზონამდე. მეორე მადლობა ყველა გამოხმაურებისთვის მართლა. ცუდებისთვისაც. არა. კი, მადლობა იმ 3 ცუდი კომენტარისთვის. იმ ტიპმა ყველაზე მაგარი კომენტარი მართლა იყო. არ მევასებთ, მაგრამ მაინც გისმენთო. ხო. არ ვიცი. მადლობა ამ ადამიანსაც. ჩვენი გაძლიერებისთვის და შემდეგ სეზონამდე ხო, იმედია აპრილში დაუბრუნდებით რა. აბა ჰე.